ჩემსავს გავუთი შესხვებზე მოსმენის ფუნქცია და ეს დღე იყო როცა განვიცადე ევოლუცია არც ერთი დროება არა მაქვს თან არც ერთი უნცია და ვუჭერტვინებს თითქოს ყველა სიტყვა პლასკა პულსია მე ვტილტავ ამ აფთრებს ეს არის ეგზეკუცია თუ ფულია თემა ყველა თემა თვითონ ფულია ვიშორებ ყველას თავიდან თუ არა მეგობრულია მე გადარყმებით ვურტყავილია თუ ფურია მე ჩემი ამბავია სხვა აქ ნაგანია ხსნა თუ ნაგავია ზღვა ბოი Okay. თუ დონით ვერ ხარ კლასნი მიეძალე ოდნო კლასნიკებს ეგ არის ადგილი შეკრების თქვენი კლასელებისთვის შენს გოგოს ქვია სარა მე ვარ ბატლერი პატივს არცემთ ამიტომ იმიფურთხებია თქვენი საფლავებისთვის ია შენისთვის როგორც PewDiePie ვერ ხარ ქილიანი ყვალი გაკ მბაპეს შეგირდის არ მაქვს გეგმა ბიხელში მაქვს მაღალი ქარდი ვერ ხარ ჯოკერი უფრონა ბიჭვარი ხოაკინ ფენიქსის მე ვარ ტიმ ბარტონი ჩემი ბარიტონობით ბანანებს ჩაკტენის მაიმუნების პლანეტაზე Air Force-ების ძალით ჰაერში ჯორდანო ვეღარ ბრუნავს ამიტომ მიწევს ბრუნო დაბა ბრუნო მარსზე ბევრი ჟღავნის ტექსტებს მე რეიწყებს გატარაკებას თქვენი ვენაზე აგიხსნით მე ბანძად თემას გააჯვი კრუიზელო თუ ვერიტან ამ გაგებას თორე რობინზონებს გაგიჟიმავთ პარასკებას არ ხარ საოცარი მაგ სამყაროში არ დაგჩეს საგზალი შენ კარგავ საკუთარ ეგოს მაგრამ უკვე აგვიანი მასწავლა ახალმა სკოლა მილია იყო მართალი რომ გარშემო ყველა კაცი არ არის ადამიანი Yo, tu დამიჯერებ არავინ არავის სიცნობს აკეთებს ყველა ჯერ სულას და მერე ფიქრობს აქ ჩება თითო სულა აქ საშიშიაც და თითქოს თან საშიშიაც და აღარსა ჩანს ის ვისაც ებრძვი ეხლა ჩამშიში ვაი თუ აქაც შეცდი არ მჯერა მესხვის მაგრამ მე მესმის ჩემი მეთქმის იცი ვესფრი თუ მესფრის თუ ვინმე მემცდის აქ წუთით გადაცდა ის რაც თავს გადაგხდა არავის ესმის თუ გინდა გაპარვა აქ ყველა გადაწვა თან გწამს აღარ გადათქვა მე შენი მესმის ლოდინი მე ისევ მღლის მაგრამ მე ჯერ ვძლებ შიში მტრებს ამცირებს ან ამას ვინ ხვდება ვინმე თუ მიხვდება რომ ეს მიხდება ჯერა რომ მოხდება და ვიცი მორჩება მე ეს დრო მანახა მაგრამ ისევე გადის დრო გირჩევეთ სადო დაუტოვო დროს ფიქრი მოარგე პაროლ სიფრი აქაც ჩანს იცი რა დღის როცა თავს ვერ უსწორებ თვალს მიხვდი ისევე შეცდი მე ხომ ესეც მაქვს გათვლილი შექმენი შენი არეძებო თბილი ადგილი მოსპეის რაც დღემდე გტანჯავდა თავსენდე არასდროს დანებდე გათვალი არ შეცდე ის რამაც მიმყუნა შევცვალე ეს და სათულელი ჩემთან ერთად ჩემს თვალე ხსნი შეხედე მონაცემს რამდენი მონაწევს ვკითხულობ მორალებს თან ვეძებ დოლარებს სიმშვიდე სრული ბევრს აქვს ბევრი ფული ჩქარდება გული დრო ამოვაწყო აქ ბუმი თან დავაყენო ზუმი დრო დგება სულ ჩუმი ნაბიჯი ჩუმი და წყდება ჩურჩული დღეს შენ რეალობა იწამე ცხოვრებისგან ხელი საფარება ისწავლე თქვი თუ რამე მართლა გინდა მიზანი გადამძიმდა ყველაფერს მოვკარე თვალის ხვისი თქმა აღარ მინდა შეჩერდი აქვე თუკი თამაშობ მხოლოდ ფუკით ცხოვრება სანაგვე ყუთი ყველაფერს წვითავს წუთი აი მაიც ხასიათი ძალიან იო ბავშვობა მოგესალმებით გადაცემა მოპოდკასტოდან ჩვენი გადაცემის წარმოდგენი არის ლიდერ სპორტი, ჩვენი პარტნიორი კომპანიები ომეგა და ფლეთ რენტი. დღეს ვყავს უკლასნესი ომეგა ემბერი და ფლეთ რენტი. უძმესი კაცი ძვალი. What's up? როგორ ხარ? გამარჯობა მეგო, როგორ ხარ? ვიცი, ჰიპ-ჰოპურად არტისტულად. კარგად ვარ. მოკლედ პირველ რიგში იმას აღნიშნავთ, რომ გვიხარია რო გვესტუმრე, მაგრამ გვიხარია რომ თქვენთან ვარ სტუმრად. თან იმასაც აღნიშნავ, რომ პირველები ჩვენ გესტუმრეთ, იმიტომ რომ ერთად ვიმუშავეთ ორ ტრეკზე. ეგეც მალე დაიდროპება კაქტუსზე. აბა მოგვიყევი რას შვები და როგორ ხარ ჯერ? აი შენი აი რაღაცებს ვაკეთებდი, რაღაცებს ვფიქრობდი და გაკეთეთ თქვენ გაიჩნდეთ ამ ახალ წლებზე თუ რაღაცა გავაკეთეთ, ძალიან საინტერესო რაღაც ნამუშევარი გამოვიდა, ძალიან ვიკაიფე და გამისწორდა რაღაცა. ივა ვიცოდი შოუებიდან და ხო ვიცოდი ძალიან მომწონდა, ისეთი რესპექტი გქონდა ძმაო და ეხლა რომ რაღაცა, არა, იქაც გაგიცანი შენ თვითონ
სადღაც აღარ მოხს რომელიღაცა ბეთზე გაგიცან. ხო, კი. მე ნუ კაროჩე გაიჩიტეთ და მე თავიდან არც ვიცოდი რომ თქვენი ყავით რა და ნუ რაღაცა მეზარება ხოლმე რა ვიღაცების წერა და თქვენ რო გაიჩიტეთ მაგრა გამისწორდა და ნუ რაღაცა ტრეკებიც არა მე ძალიან გამისწორდა ანუ შენთან მუშაობის სპეციფიკა ძალიან გამისწორდა რა იმიტომ რომ ანუ აი თვითონ ისე პედანტურად უყურებ თემას რა ანუ დეტალებში ყველაფერი და ეგ გასწორებს რა პირველ რიგში ეგ არის მთავარი რომ ანუ ხარისხიანად აკეთებ იმას რასაც აკეთებ რა და პრინციპში ეგ ამბავი შენ ტრეკებშიც ჩანს რა რომ ეგრე კლასნად და გამოცდილების ამ როცა იც ტრეკზე როგორ მუშაობენ მე როდესაც მოდიან ტიპები ვინც შენ ჟანრში რაღაცას აკეთებენ მაგათთან უფრო უკეთ შეგიძლია რა თქმა უნდა რაღაც ილეთებს ასწავლი და რაღაცებს ეუბნებ ხოდებს ეუბნები რაღაც ხო უფრო ანუ რა არის კიდე რა ის სტუდიური მუშაობა კიდე განსხვავდება ძალიან იცით ახლა თქვენს რომ ახლა შეიძლება ძალიან მაგრაგარ ბაზრობდეს გარეთ და ძალიან რაღაცა ისეთი იყოს ეფექტური იყოს რაღაც მაგრამ სტუდიაში რაღაცა მიკროფონთან ვეღარ რა ის სანამ დავიწყებდით ჩაწერას ვლაპარაკობდით თუნდაც იგივე პრობლემაზე რომ ეს კურსასმენები რო გიკეთია ანუ რაღაცა თითქოს გეკარგება რა აღარ ხარ ის რაღაც ზოოპარკში ხარ უკვე აღარ ხარ ეგეთი პროდუქტიული არ ხარ მიკროფონთან რა რამდენადაც განაირი რაღაცა ბოჭავს რა და რაღაცნაირად ვეღარ ხარ ისეთი ფრიმენი და არის კიდე ხო რა ვინც არ არის კიდე შეჩვეული ხო აი ძალიან ბევრია და არა მარტო მე ხა მიწევს ხოლმე ზოგადად ვიღაც მუსიკოსებთანაც ანუ ბევრი გიტარისტი ჩამიწერია, კარგი გიტარისტი, ბევრი ბასისტი და ანუ ტიპები ძალიან ბევრი რომლებიც აი დღესდღეობით საქართველოს ძალიან პოპულარულები არიან, ძალიან ცნობილები არიან და სუპერ ჯაზმენები, სუპერ მუსიკოსები არიან. სტუდიაში ცოტა ვერ არიან ისეთი კლასნები რა, ანუ ცოტა რაღაცა შეფერხებია, სტუდიას თავისი მუშაობა უნდა რა და თავისი რაღაცა ის უნდა რა მაინც. გამოცდილების ამბავია, მაგრამ აღარ შეიძლება ტიპი რა ნებისმიერი. უბრალოდ მართლა ეგ არის ფაქტი და აღსანიშნავი ფაქტი, რომ იქ სხვა ხარ შეიძლება გარეთ მაგარ პერფორმანსს გავდე მიკროფონის გარეშე და სტუდიის გარეშე, მაგრამ იქ იცვლები რა რაღაც პუნჩი. აი ხა ჯაზი ახსენე რა და მე ვიცი რომ შენ ჰიპ-ჰოპის გარდა მეგობრობ კიდე სხვა ჟანრებთან. და აი მე მაინტერესებს აი შენ როგორ ხედავ ჰიპ-ჰოპის და სხვა ჟანრის კოლაბორაციას, აი ქართული კოლაბორაცია როგორ შეიძლება რომ გაკეთდეს და აი რამდენად კარგი იქნება შენი აზრი, ვთქვათ ჯაზ ჰოპი ან რაღაც. მოდი ვლაპარაკოთ აი იგივე რაც გაკეთდა უკვე. აი დავუშვათ დღესდღეობით საქართველოს ქართულ რეალობაზე ბაზარზე არის ესეთი დრო. და აი კორძის რაღაცა ერთობლივი, რაღაცა სტრანი, რაღაცა კლასიკური, რაღაცა ელექტრონული ჰიპ-ჰოპით რაღაც და ხალხმა ძალიან კარგად მიიღო რა. ხო და მთავარი არის რომ ანუ როგორი პონტი ეცი რომ რაღაცა არ გაღიზიანებთ რაღაცა მუსიკოსებში და რაღაცა ისეთი ხო. ვისაც ის მის იმ ტიპებში რაღაცას ისეც არ იწვევდეს, რაღაც სალაპარაკოდ არ ხდიდეს ისეც რომ რაღაც ძალიან ტეხავდეს თუ რაღაცა. ხო არა მე ძალიან მისწორდება ექსპერიმენტი. ხო ანუ კაია ძალიან ხე ჯაზი და ჰიპ-ჰოპი ისეთი რაღაცაა რომ ჰიპ-ჰოპი ზოგადად შერი თუ არ უპას უხებ აქ ტელეფონს შენ კაც ყველა გადაცემაზე ურეკავს ტელეფონი. ორი გადაცემა არ დაურეკია და დღეს კაია შეგახსენა თავი. ოკეი. ჯაზი ხო რა ჯაზი იმინა ძალიან უხდება და ჩემ რაღაც პროექტს რაღაცას ვაკეთებ. ხა რამდენიმე ტრეკი მაგ გაკეთებული შავი ვარიანტი, ანუ ჩემ მეგობართან ერთად. ხო ძალიან საინტერესო გამოდის რა ეს ჯაზი რაღაცნაირი, თანამედროვე ჯაზი და აკორდები ესეთი რაღაც თემები და ეს ელექტრონული ბიტი და ცოტა რაღაცნაირი ანალოგური ბასი და რაღაც და აი რაღაც საინტერესო ჟღერადობა იქნება და მუსიკალურადაც ძალიან კაი გამოდის. საუნდის ჟღერადობაც ძალიან საინტერესო იქნება და რაღაცა მიქსში პლუს ამას ჰიპ-ჰოპი რო ემატება, ანუ ჩემთვის ჰიპ-ჰოპი არის კიდევ დამატებით ერთი ინსტრუმენტი რა, პირველ რიგში, რომელიც რაღაცნაირად არ უნდა ყველა ინსტრუმენტთან ერთად ესეც რაღაც უნდა ალამაზებდეს იმ ყველაფერს და ნუ აი რაღაცა ერწყმოდეს რა ამ ყველაფერს რა ეს ვოკალი და მეც მანდ ვარ ზუსტად იმ და თავიდან რომ დავიწყე ტრეკების გაკეთება, აი მეთქი აპრიორ უეჭველი ან ბუმბეფი ან ტრეფი ან რაღაცა და მე მივხვდი რომ ანუ ნებისმიერ ჟანრში შეგიძლია ამის ინტეგრირება რა და სხვა შორის ძალიან კარგად ჟღერს. უბრალოდ ჩვენთვის ეხა იდეაში ქართულ ბაზარზე ცოტა სიახლე არის, თორე ეხა უცხოეთში უკვე დიდი ხანია კეთდება. თუ შენს თავს ხედავ ოკეია. არა, მარტო ნამღერს არ ვამბობ, აი ხა მე თუნდაც ფლოუზე ვლაპარაკობ, აი შენს ეხა რაზეც ვიმუშავეთ იმ ტრეკში, თუნდაც შენს ტრეკში. ანუ რაღაცა მე მგონი რაღაცა ყოველ 4 კუპლეტში მე მგონი უკვე ის მელოდიაც იცვლება რა. შენ დაუნებურად უკვე იქ ისე кайფო და ისეთი რიტმები შეკავდა იმ ფლოუსთან ერთად.
იმ ნოტებზე ადიხარ იმ გულა ისეთ რაღაცას აკეთებ მუსიკალურ პონჩი კაკრას მაგას ქმნი ხვდები პონჩ შენ დაუნებურად ეგ გამოდის არის პროსტა ანუ ეხლა მე ძალიან ბევრი რეპი მომისმენია თუნდაც ქართული თუნდაც აი პროსტა ერთ ნოტზე რო ბაზრობენ რო გამოდა აი ბოლომდე ჩავა ესე რა ხო ხვდები ნუ სადღაც ძალიან კაია ხო ხვდები სადღაც ის მაგრამ ეხლა მთელი ტექ ჩემს ცოტა მოსაბეზრებელია რა ბაზარია რა ანუ ერთ მიყვებოდეს ტრეკს ბოლომდე პონტია ხო ხვდები ხო არა ეგეც არასწორია ბაზარია რა მთავარი პონტი რა ჩემი აზრით აი თუნდაც ექსპერიმენტებში რაც არის არის შენს თავს უნდა ხედავდე მან აი ხლა მაგალითად მე რო ვინმე შემომთავაზოს ტექნოს და ჰიპ-ჰოპის კოლაბორაცია ხო აი შენ გააკეთებ იმიტომ რომ ტექნოსთან ახლოს მე არასდროს ტექნო არ მომისმენია რა და ფაქტურად ფიზიკურად ვერ ვიქნები ტექნოსთან ახლოს რა მაგრამ არასდროს არ მომისმენია არანაირ კონტექსტში ხო მაგრამ შენ როგორც MC ამ შემთხვევაში ხარ ტიპი რომელიც პროსტა 4 თვლა სადაც არ უნდა გაიგო შენ ყველაფერს უნდა მოუხდინო ხვდები იქ ფლოუ უნდა იპოვო იქ რითმი უნდა იპოვო იქ ის უნდა იპოვო და უნდა ყველაფერს უნდა შეაგდო იცი რა მაგ ტექსტი შეიძლება დავსვა იმაზე შეიძლება აუეჭვალ არ ამგონია ანუ უნდა მოუხდინო პროსტა დასვაზე არ გეუბნება მოუხდინო არ ამგონია რომ რაღაცაში ამოუვარდე რა ხო რა 1 2 3 4 ვითვლით რაღაცა არ შეიძლება მაგრამ მე რამდენად ვიკაიფებ იმ პროცესით მაგას გულისხმობ რა ანუ შენ ხომ უნდა გისწორდებს ეხა მე მაგალითად სტუდიაში რომ მუშაობდი პირველ რიგში თუ ვერი кайფე ხო მაგრად кайფობდი სტუდიაში კაბინეტში რომ ვიყავდი და რომ წერდი ტრეკს იმენა кайფობდი რა თუ დავიძაბები საერთოდ ანუ არა თუ ვერი кайფო რა ანუ ძალით რა ესეთი მაგიტო ვიცი ხა შენს ეხა გუშინ მეუბნებოდა კაკრას რომ ისო ბრაზილიური ფანკი მაგრად მომასწავლა ხო ფანკის ეგ ისიც არ არის ხო შენ მაგალითად რაღაც აპრიორი ერთი ხაზით მიყვები არა შენს გეოსება ეგ ზუსტად მაგას გეუბნები რომ შენ თავს უნდა ხედავდე მე ფონქს ვიღებ ფანკი ევასება და მაგ პონჩი ფანკი დაინახა რომ კაპუკი ხედავს იმ ზუკით რაღაც ხო და აი ტექნო რო არის ის ვერ წარმოუდგენია რა ეგ მე რაღაც ტრეკი რო გააკეთოს და შენ მოსმენო რაღაცა ნახეთ ბრო რაკეტა კი გავაკეთე თუ რაღაცა შეიძლება უცბად იქო ისეთი რაღაცა მოგიგონოს და ჩაგიწეროს რომ ხვდები რას იკაიფოს რა და გაუსწორდეს ეხა სხვათა შორის ეს ქართული ჩვენი ძმას ის ბოიერუმის რაღაცა ის გაიჩი მამაფლექსი აი უნდა მეთქვა რა და რო ძალიან ზერსკი ტრეკი ხო და აი თვითონ ეხა ეგ ხო ჰიპ-ჰოპი არ არის ეხა რაღაცა რას ამბობს პროსტა ჯერ ეგეც ხო ძალიან მაგარია მაგრამ ნუ აი რაღაცას ტიპი მაგრად кайფობს და ანუ აი ტექნოს და რაღაც ელექტრომუსიკას რაღაც ეგეც თუ მოუხდენ კიდე ხვდები და იკაიფე რომ კუთხური თავისი მამაი მოუვდა აჭარული რაღაც კილო ეგ არის ხო კილო იქაც რო იკაიფე ჩვენ მაგაზე სხვა არის მაგრამ იქ ხო ეგრე არის მეტი კილო თუ გინდა კილო თუ გინდა კილოთი იგივეა იმათთვის რა და მაგრა იკაიფეს კარგ მუსიკაზე რომ მეგრული ვერსი გავუშვა იგი ჩაოლებრივად იფიქრებენ რომ რომელიღაცა ქვეყნის ის არის ნაციონალური ენა და იმაზე თავის ენაზე ბაზრობს ტიპი რა ანუ ჩვენ სხვა მაკედან მოდი ხ გადავიდეთ ერთ საინტერესო ამბავზე რა აი გლობალზე გასვლა რა აი ქართველ არტისტს აი თქვენი აზრით რა რამდენად შეუძლია რომ აი გლობალზე გავიდეს რა ისეთი ტრეკი დადროპოს რომ ხოაზე ხარ აი რავი აფეთქდეს მიშა ხრამოვი წერდილი რაღაცა ბიჭებს მეუბნებოდა ის დეისაძე რომ მათ ჩვენად რამდენი ნახვა აქვს აუდიენცია უამრავი მილიონი ბაზარია Spotify სტრიმინგი აქვს რა მილიონობით იმიტომ რომ ნახევარი მილიონი 1,200,000 რაღაც 300 მილიონი ლაიქები აქვს ხოლმე იმას რაღაც ვიდეოებს და ამის ტრეკია მან არის ჩემიაზრით აი გლობალზე რო ტიპა მოგისმინოს ალბათ აი პროსტა ვაიბით უნდა იკაიფოს ხა ლირიკას ვერ გაიგებს ფიზიკურად ხო აზე ხარ ანუ რაღაცა ვაიბი უნდა დაიჭირო ისეთი რომ აი ტიპი ვიღაცა რავი იტალიელი ფრანგი ჩაუждდეს და ხო აზე ხარ თავი აქნიოს რენდომი ბაზარია რა ქართულზე მე როგორ ფიქრობ ისი მაგ საკითხს შეგო განვიხილავ რომ როგორი პონტი ეცი ქართველებს გვაქვს ერთი ძალიან დიდი შეზღუდვა რა ქართულ ჰიპ-ჰოპ არტისტებს და ანუ მაგ პონჩი რაღაც ბევრი პრობლემა გქონდა და ამ პრობლემიდან თუ გინდა კარგად გადავიყვანი მეორე მთავარ პრობლემაზე რაც იყო ჩემ დროს და რატო უფრო და სწორად ვერ განვითარდა ეს კულტურა რა როგორი რაღაცა იცი რომ განვითარებაში ხო აი ხელშეწყობა ანუ აი ერთმანეთის გატანა რაღაც აი დახმარება ანუ ინფორმაციის გაცვლა გაზრდა ერთმანეთის ანუ ეს არ იყო ხვდები ანუ აი რაღაცა სფეროში იყო რაღაცა აი მუსიკალურ სფეროში როგორი რაღაცა ის კომპიუტერებიც რო შემოვიდა რა ძალიან სერიოზულ თემას ვეხები სხვათა შორის აი კომპიუტერები როგორც იმას პირველმა ისწავლეს კომპიუტერი და აი Windows-ად 3 კნოპკა რაღაცა უნდა დაგეჭირა რომ გადაგეყენებინა თუ რაღაცა და
$100 და რაღაცებს რო ითხოვდნენ ტიპები. თან ისეთი ტიპები რო გემეგობრებოდნენ, ხვდები? და შენ სიხარული დაძლევდი რომ ლეჟბიეს კომპიუტერი ჩართული იყო რა, ვერაკეთებდი შენ და ესე არ იყო რა, მოვალ Windows 30 ლარად გადაგიყენებ და რაღაც. და ერთმა იცის და თუ გაგიფუჭდა გიდევს რაღაცა იგრეკაო რომ გამიფუჭდა კომპიუტერი და რაღაცებს ეუბნები რა და ესეთი ტიპები იყვნენ ანუ ძალიან ჟმოთ აი რაღაცას ისწავლიდნენ ანუ რა არის რომ იზრდები რითი იცი მე რომ რაღაცა ვისწავლე ხო მე უნდა მოვიდე და შენ უნდა აგიხსნა ის გაკაიფო იმაზე მე რა დავამოამე და რითი ვიკაიფე ხო ხვდები როდესაც შენ მაგით კაიფობ ხო უკვე ვაუ ერთ ლეველზე დავდექი შენც იკაიფე იმითი წახვედი მე იმას პლუს იმითი მე რაც რითიც გაკაიფე შენ მოგეცა საშუალება რომ კიდე ახალი რაღაცა შეიძინე ხვდები ახალ რაღაცაზე გახვედი რითიც უმაგიცოდ ვერ იკაიფებდი ხვდები გაგიყვანა იმაზე ხვდები და მე მოხვედი და ის ახალი მე იმ ხვდები მომიყევი ისე მე შენ მოგიყევი და ესე ვითარდება ყველაფერი რა როდესაც არის ის პონტი რომ ბიჭო ეგენი ვინ არიან და მაგა დედავატირე თუ რაღაცეები აი ხვდები მან და აი თან ახლა ჩვენ დროს ცოტა რთულად იყო რა ხო ხვდები რა ყველა ანუ და ზოგადად ჰიპ-ჰოპ ჭირდა ეგ მაშინაც იმ პერიოდში ანუ არა მარტო საქართველოში რომ ანუ როცა ტიპი გინდოდა რომ ცნობილი გამხდარიყავი რაღაცა ბექი ქონდა ისეთი რომ ერთი ალბომი გაქვს ისეთი რომ გებლატავება და გამოყვალე ჯეიზის ნარავნე დაუდგები ხო ხვდები და იბლატავებ ფაქტობს უნდა გამოხვიდე და გაგმინიმონ ჯეიზიან ნასიან ვიღაცა უნდა გადიზო რა რაღაცები უნდა ანჯვა თუ რაღაცა რომ ყველა ნახე ეს ნასზე რას უბედავს იმას და პაღ მე ეს ვინ არის და ესეჯო და სხვა ტრეკების მოისმინოს რა არის ძალიან თესლი ხოდია რომ გაიჩიტო და პოპულარული გახდე მაგრამ ნუ ეხა საქართველოს პატარა ქვეყანა ყველას იცნობს ხო ხვდები და არ არის განგსტერობა და არა ვაფშე ხვდები შარაუთი ზური კოკოკლიანს ტრეკში აქვს ნათქვამი ძალიან დიდი ხნის წინ რომ პოპულარობის გამო არ გავდის სავარავის ხო ნუ ეგ იყო პონტი რა ეგ რო კარჟდა ეგრე მოდიოდნენ ხვდები ანუ აი ხო ვიყავით ჩვენ დაუშვათ გავიშიშეთ კამანდა და მე კიდე ვიღაცები რომ მოდიოდნენ ანუ იმიტომ აკეთებდნენ ამ კამანდებს იმიტომ მოდიოდნენ რომ ის კი არა რომ მე გააკეთონ და რაღაც სათქმელი ქონდათ აი ჩვენზე მაგრები უნდა გაჭიტულიყვნენ მე იმას არ უარყოფ რომ ჩვენ ეგრე არ მივედით ჩვენც ეგრე მოვედით რომ ანუ უნდა მოვიდეთ თუ რა ზოგადად აქვს ჰიპ-ჰოპს ეგეთი რაღაცა რა ცოტა გახულიგნებს ასაკი პატარა და გაროჩე რაღაცა ცხნერი გიდუხსისხლი გონია და რაღაცეებია რა ეგ პერიოდი და ბიჭო აწვევი რა და ანუ ეგ რა შვება იცი მე რომ ვერ ვითარდება ვერც კულტურა ვერც პონცაკეთებ აი ერთად დგომით მე რაღაცა შემიძლია გეხმარები მე კომპიუტერი მაგ ფონოგრამას გიკეთებ შენ ამას პონტი გაკ მაწერინებ მე ხო აი ამ რაღაცა კონექშენით ხო და მეგობრობით თვითონ კულტურა განვითარდებოდა ხვდები აი ვინც არ უნდა იყოს ბიჭო ვერავინ ვერ ვეთყვის რომ მოვიდე რა კულტურისთვის რამე გააკეთეს ბიჭო რა ყველამ თავის ტრაკისთვის გააკეთა რა ზოგადად რაც გააკეთა და ეგრე აკეთებდნენ რა და კულტურას ხვანაირად უნდა მიხედოთ კულტურას უნდა მიხედონ ისე როგორც ელექტრონულ მუსიკას მიხედეს რა ბიჭებმა რა ჩემ თვალწინ ის მუსიკა ეს ჰიპ-ჰოპი უფრო ადრე დაიწყო თითქოს ერთად ისიც იყო მაშინ ძალიან ოღონდ რამოდენიმე ტიპში იყო ელექტრონული მუსიკა რა ხო და მერე წამოვიდა მასიურად ეს ჩამოვიდა მუსიკა შემოვიდა ინფორმაცია რაღაცები და ეს ელექტრონული მუსიკას ვინც უსმენენ მეტნაკლებად უფრო აი როგორ გითხრა რა ოჯახში გაზრდილი ტიპები თუ რაღაცები გაიჩიტნენ ზდილობიანები ვერავაკე გაიჩიტა რაღაცა და უფრო ერთმანეთის რაღაც ნათესავე მამების შვილები რაღაც და თუ ამ კამანდამ ერთმანეთს მიხედა ის სწორად აკეთეს საქმე და უფრო აი ხო ხვდები რა როგორც საქმე კეთდება ისე მიხედეს ყველაფერი და დღეს საქართველოში რავი ევროპაში ერთ-ერთ მაღალ დონეზე დგას რა ელექტრონული მუსიკა კლუბებიც ძალიან მაგარი გვაქვს სოფლიო დონის კლუბები გვაქვს თქვა იქ ბასიანი მე მოყვარული ვარ დავდივარ ძალიან ხშირად ანუ და უსმენ და ანუ ქართველი რეზიდენტებიც რავი მე უბრალოდ ვიცი სად არის მე უბრალოდ ვიცი სად არის რა სად არის ხო ეგენი ხო არა ხო რა ანუ ისე შენ იდეო საქართველოს ვაფშე ჰიპ-ჰოპი არ სად არის მაგრამ დედაენაში კვირას უკრავენ და რაღაცა ესე რაღაცეები მანე ძალიან ისეთი ვიწრო სასტავი არის ეგ ვიცი და გულწრფელად არა ვიწრო სასტავი რა ფრი არის შესვლა მიდი პროსტა და кайფი ქალაქის ცენტრში გაქვს გულში გაქვს პროსტა ასეთი მაგარი ზავიდენია ხო ასეთი მაგარი ადგილია რა მტკვარი გამოდი დალი რა ანუ ძალიან მაგარი кай ჰიპოს მოусმინე რაღაცა ფულს არ გართმევენ არაფერი რაღაცა მივდივარ და რაღაცა 20 კაცი ბიჟაობს რა კვირა დღეს აღამ იცი როგორი პონტი და ჰიპოპი ხა ყოველ დღე რო იყოს და მობეზრებული კონდეს ამ ხალხს რაღაცა აი ხვალწავანო არ არის ხო ბიჭადი რა ანუ არ რაღაცა
არ ვიცი რა მე შემიძლია ეს დარწმუნები და გულწრფელად თქვა რომ ჩვენ ზუსტად მაგ ამბავზე ვმუშაობთ რა რომ ეგ მარტო 20 კაცი არ გულაობდეს რა იმენებზე ვმუშაობ და რაღაც ფორმულები იწერება უკვე და იმედი მოხდა რაც უნდა მოდი მაგ ფორმულებში პროსტა რომ მე განხილვა და მე ესენი ჩაამატე რაღაცა იმეებს გეტყვი რაღაცეებს აი რა ხდება რა აი გამოდის 16 წლის ბავშვი რა რომელიც სახში უსმენს რაღაცა Spotify iTunes რაღაცა Apple Music რაღაცას და უცბად კაროჩე ტიპი ამ ნაუშნიკებიდან იჩიტება ნუ ვინც თავიდან მოსწონს ეს ქართველი რეპერები აი კაროჩე იუას კონცერტზე გაიჩიტა ლაივზე რა ნუ პირობითად ვამობ რა დარწმუნებული ვარ იუას არ გააკეთებს ეგეთ კონცერტს მაგრამ ნუ მოგიყევით ვიბაზრეთ და აი გამეორდები რა როგორი რაღაც იყო იცი რომ ერთი პერიოდი ეს რეპი საერთოდ გაჩერდა ანუ არავინ არაფერს არ აკეთებდა ამ ქართულ რეპში და ამ დროს რაღაც რამოდენიმე წელი რა და თითქოს აი ბახტა რაღაცა ეს ჩემი ქალაქი თუ რაღაცა პროექტი რო გაიჩიტა ეს ბიჭები ყველამ თავი წამოყო რა ვიღაცა პატარებმა და რაღაცა ტალღა წამოიღო რა ამ კამანდამ მე ის გამოჩნდა მე არ გაჩერდნენ გააგრძელეს რაღაცეები ეს ფიდბექი რომ მივიდათ გაუსწორდათ და ანუ შედეგი დაიწყო დიდი მის არის წვლილი კიდე აი ამ ამბავში ხო კულტურაში ბეთლს დიდი როლი ითამაშა ბეთლს განავითარა PvP ბეთლს ხო რაღაც პონტში კი რა თქმა უნდა მაგრამ ის ჰიპ-ჰოპი რომ აი კაკრას რას გეუბნებ იცი ანუ როგორი სტრანი რაღაცა ისე საქართველოს ვაფშე ისეთი როჟაა რომ აი მქონდა რა მუშაო არტისტთან ერთად რაღაცა საკითხებზე და ანუ იყო ის რომ კაროჩე მთელი მსოფლიოში მისახელებს აი სუპერსტარებს ჯესი ჯეი და ვიღაცებს მეუბნება აი რაღაცა ბესტსელერებს ვიღაცებს რომ კაროჩე ეგენი გახდნენ პოპულარულები TikTok-ით ები და რაღაცებს მეუბნება რომ ანუ TikTok-ი ამ თავარენ ტელევიზია არაფერს არ შვება ის ანუ გასაგებია რა ყველაფერი არის TikTok-ი რაღაცა Instagram-ი შენ მე კიდე როგორი რაღაც მაგის პირადი გამოცდილებიდან რაც ვიცი ზუსტად აი YouTube-ი რაღაცები აი 10 მილიონი ნახვა რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა ანუ არ მძიმე აფსავი კი ვიღაცა არ ვიცი რავი არ დავასახელო ვიღაცა ხო იმის კონცერტზე ყოფილი ვარ ხვდები ხო ბევრი არ ატარებს ახლა თქვენ ცით საქართველოს კონცერტებს რაღაცა და აი როგორი 10 მილიონი ის რო ყავს ისა ვიუ რო გაქვს ხო და რაღაცა ამდენი საბსკრაიბერი რო გაქვს და კონცერტს აკეთებ 6 თვეში ერთხელ მაგის დედავატირე ბიჭო და ანუ მიდიხარ და რაღაცა 100 ბილეთს რო ვერ ყიდი პროსტო ხო ხვდები აი რაზე მელაპარაკ ანუ ეს ნიშნავს იმას რომ არ მუშაობს ხო ხო და ანუ აქედან გამომდინარე ცოტა სხვა საქართველოს ყოველთვის რაღაცა სხვა თავისი მიდგომა უნდა და ყველაფერში რა აი ყველაფერი თავისებურად უნდა მიურგო აი რაღაცა მოდელი აიღო და პირდაპირ მოარგო არ არსებობს თავისებურად უნდა რაღაცა შეუცვალო გამოცვალო ხო არა ძალიან ბევრი დეტალია რა მან ძალიან ბევრი პრობლემა არის ხო თქვა თუნდაც მარკეტინგის პრობლემა არის რა რომ ტიპებმა ვაფშე აი უხარისხო მარტო რეკლამა არ არის აი პროსტა მივდივარ და კონცერტზე წარმოიდგინე ერთი დინამიკი აი ვერხი რაც ქვია ეს ზედა ანუ სტერეო ანუ ყოველთვის თალყურში ვისაც ესმის იმათვის იყო კონცერტი რა ანუ მეორე ყური არ გქონდა ხვდები ამისთვის ყოფილა არ გესმის მეორე ყურში მართლა და ხო დაზე ხარ ანუ როგორი პონტია ეგ რო ახლა ჩემთვის ეგ ისეთი პონტია რა თალყურში მონოა რა ჩვეულებრივად ხო ხვდები და ხავს მეზეთი მეგობარი იმას საერთოდ არ გესმის 0 რაღაც 50%-ით ანუ შედა აქ რო 100 ესმის აქეთას უკვე აზრი აღარ აქვს რა მაინც აქედა არა 100 არ არის და მე ხო მაგრამ ამას იმხელ ძალიან დიდი დიფერენცია აქვს ხო და იქ აგერ შენთვის კაია იქ ჩაწერილი ანუ მაგურში ხო რა მაგ კონზე კაია ალბათ ხო დაბალ ხმაზე გაიგებ და გაგრას ხმასაც შეიდას რა ეხლა უნდა დავსვა ესეთი კითხვა უეჭველი რომ აი შენ თვითონ როგორ მოხდი ამ სფეროსთან მაგ დროისთვის მოხვედრა რა როგორ აღმოაჩინე ჯერ ვაფშე ინტერესი საიდან გაგიჩნდა ჩემ დროს ანუ ძალიან ცოტა რამე იყო ისეთი რითიც ანუ რაც რაღაცას მოგანიჭებდა აი 1-2 დღე მაგაზე უკაიფობ რომ ჩემ მეგობარს ვეუბნები რომ აი ხა ქუჩაში რომ აი პროსტო ვიდექით რაღაცას რომ ბირჟაობდი თუ რაღაცა რომ დავიდექი რაღაცა 6-7 რო 10-9 წლის არ ვიცი რა და აი პროსტო ხმა რო გაიჩიტებოდა ის რო ყვირო და მაროჟნიერ თუ რაღაცას რომ დაიყვირე და მე რომ მიხარო და ეგ ხმა აი ეგრე ეხლანდელ ბავშვს რა უნდა აჩუქო რომ ეგრე გაუხარდეს აი ეს პროსტო ერთი ხმა რომ მიხარო და ნიდაშ და მაროჟს რომ დავითრევდი თუ რაღაცა ანუ როგორ მოხდი არაფერია ბევრი არის ფუფუნება არ ქონდა რომ რაღაცა ვიდეო ეკაიბა და აი მოდი Xbox-ი ჩავრთო და არა მოდი Play-ს მოდი მოიხე ინტერნეტში შევალ ჩამოსკროლავ და არა ვაფშე არ იცი რა უნდა გააკეთო რა მოდი კედელზე ავიდეთ აბა მოდი თავით გადავხო რაღაცა ყველაფერს ცდი რა უკვე აღარ იცი რა აკეთო სპონჯი ხარ ანა ამ მასობაში
რომ გაიჩიტა ეს ჰიპ-ჰოპი რა, გაიჩიტა ეს რაღაცა აი სნუპის ტრეკი გაიჩიტა რაღაცა და ბიჭო გამყინა რა, ნუ მანამდე მე რო გიყრა მუსიკა მევასებოდა ბავშვობიდან მომავიდა რაღაცა სიმღერებს წერდა რაღაცა უსმენდა რაღაცა არა ბიჭო არც მევასებოდა ანუ არა ვაფშე არ მაინტერესებდა მუსიკა და რაღაცა თავდნენ და აი ნახე რა მოусმინო შვილა კაი მუსიკა რაღაც კაი სიმღერა თუ რა მაიცა რა რაღაცა ის რაღაცა ისე ყვები რა ანუ ჩემ რაღაცა ბებია ჩემი ან რაღაცას რომ იყვება რა თავის ახალგაზრდობაზე აი რაღაცა კადრი ხო არის ვიზუალიზაცია რო ხდება რა იმისი რასაც გიყვება რა და მანდ მგონია რომ ყველაფერი ნაცრისფერია შავ-თეთრი მგონია რა და ეხლა რო ყვები რაღაცა მგონია რომ ეხლა ვინც მისმენს ანუ მაგათვისაც ეგ ცხოვრება არა ძალიან ფერადი იყო იგივე ფერები იყო და უფრო მწვანეები და რაღაცეები პროსტა რა იყო იცი რომ აი ესეთი შნური მოდიოდა პირდაპირ გამომული და ყველგან იყო ყველა სახში იყო ესეთი ქარის რადიო იყო რა ესეთი ერთი კნოპკა ქონდა წევდი ხმას უწევდი და მე აკლებდი რა ბაზრობდა სულ არ ჩერდებოდა რა სულ ვიღაცა ბაზრობდა რაც სიმღერებს უშვებდა აი სოსო პავლიაშვილის თენდება და რაღაცა ეგეთი რაღაცა ფერიჩიტა და რაღაცა ანუ იყო რა აი მაგნიტოფონი როგორი პონტი იყო ჩემო ოჯახში მაგალითად მაგნიტოფონი იდო იმაში შკაფში უკან ყველაზე უკან რო გამოაღებდი კარაზე აი უკან რაღაცა იდო რა არის რო ვიკითხებოდი ეგ მაგნიტოფონი რაღაცა პროსტა აი ბუმბოქსზე იძახ ხო არა რაღაცა ელექტრონიკა ეს მაგნიტოფონი იყო დააწევოთ საკესთან ისიც ცალდინამიკიანი იყო სხვადასხვა ამ არ ხმარობდნენ რა არ ჭირდებოდათ რა და კაროჩე იქ პონტი იყო და ბიჭო რომ მოვისმინე ანუ აი ძალიან დამენძრა რა ისეთი რაღაცა გამიკეთა რომ მივხვდი მე რაღაცა მე წამოვიდა რა ნელ-ნელა წამოვიდა ის რაღაცა კავკასია იყო არხი თუ რაღაცა და რაღაცა სადაძრობდნენ რაღაცა MCM-დან თუ რაღაციდან კლიპებს იწერდნენ თუ რაღაცა თავდნენ თუ რაღაცა და უშვებდნენ იმ რაღაცა ფირმა კლიპებს რა მაგარს რა და აუ ძალიან კაიფობდი ხო ახლა იქ რაღაცა informer თუ რაღაცა იჩითებოდა რაღაც snow იყო ითი კამა მყინავდა ბაზრობაზე რომ მივიდოდი შარვალი უნდა მიყიდონ რაღაც მე-5 კლასში მივიდივარ შარვალი მივიდოდა და ეს ბაზრობაზე როგორი პონტი იყო ისნის ბაზრობა იყო და ისა ვაგზლის ბაზრობა თუ რაღაცა რა ორი დიდი ბაზრობა ეს მატარებლის და ჩაყორებული სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი იყო აი 5 რიგია ესე ადიჩადი 5 კილომეტრი თუ რაღაც დადიხარ და ყველგან ერთი და იგივეა და ერთი და იგივე ფასი ყველაფერი უბრალოდ მაინც დადიხარ რა ვაი ვაჭროთ რა და შიგადაში გიჩნდება ეს კასეტების გაყიდვები რა კასეტებს ყიდიან რა და კაროჩე სულ ეს ახალი ხიტია თუ რა და თავენ და არის სადაც ეს იმერა იჩნდება ის რო არის ხო ის შუქსრომიანად ედო ტიპები რო იყინებიან აი ეგ გულგელს რომ მოსდის ო ინცრეო და აი ჩერდებოდი და მეთქი და აი კი და ის დაბალ სიხშირეს რომ მოусმინოს მაიაკის დინამიკები დაბალი სიხშირე ქონდა იმაზე ეს არის რომელი წლები აი 80 და რომელი წელია 95 ალბათ თუ რაღაცა ურა 14 ალბათ 13 დაჟე ბოზიშო აი ეგეთი წლებია და აი კაროჩე იმის მერე როგორი პონტი კონდა ერთი გააბეგი საძმაკაზო ვის ქონა მაგნიტოფონი ხო იასნია გავარკვე კარგი უფრო წერს და რაღაცეები და ნუ მერე კაროჩე აი ყველაზე კაი პონტი აი დღეს როგორც რავი რა აქვს ბავშვებს აი დღეს რო 13 წლის ბავშვებს ყველაზე კაი პონტი აქვს iPhone-ი სიტყვაზე მომბობ ინტერნეტი მას აი ინტერნეტი და iPhone-ი ზედი პონტია პროსტა რაც ნაწილია იმით რაღაც დეტალი და მაშინ იყო ეგ მუსიკა რა. ნუ აბა ჩაკეტვები და მაკაცები და სუმოსმენ და აბა თუ თან ესე არ იყო რა ეს როგორ გითხრა რა ეს ამდენი ახალი სიმღერა და რაღაც არ წარმოგიდგენა თვეში როგორ იყო შეიძლება მთელი წელი რაღაცა უნდა რაღაცა გელ დალოდებოდი რომ რაღაცა ტიპს მეორე რელიზი რაღაცა გამოეშვა ხვდები აი 2 წელი ელოდები სნუპს რომ 93-ში გამოუშვა ის დოგი სტაილი და 96-მდე ელოდე მე რომ 3 წელი ხო ხვდები და აი დოგ ფუდი გავაძრე დოგ პაუნდის ალბომი ანუ ოღონდ ჩემი ჰობი რა იყო დილით ვიღვიძებდი მოვიცკიპე და გავედი გარეთ ვიღაცა ავიკიდე ეგრევე ერთ-ერთი ძმაკაცი რომელიც წამომყვა ჯერ ისანში მივდიოდი ყველა კასეტის გაყიდვის იმაში კავშირი ახალი რა გაქვთ ალბათ ჩამოალაგებდნენ ვათვალიერებდი ვართვევინებდი უსმენდი მე იქიდან მოვდიოდი და დავაი მთელი რუსთაველი რა ყველა თუ კასეტებს ყიდიდნენ რა რაღაცა დატოჩკები იყო რა და ყველგან ანუ ახალი რა ქონდა ძველი რა არ მქონდა მოსმენილი და ანუ ნახევარი დღეს აღამომდე მარტო მაგაშვებოდი რა დავდიოდი და კასეტებს უსმენდი თან ის გამყიდველებიც ანუ ჯიგრები იყვნენ რა ყიდულობდი ყოველ დღე ერთ კასეტას და ნუ ერთი 5-6 მოусმენდი ისე გადახვევებით მაგრამ ღვაზე ხრაბა შემდეგი ტრეკი რაღაცა ხვდები და მე ანუ თრეულობდი რაღაც და ბიჭო მე უცბად რაღაცა წერის პონჩი როგორ დაიწყო იცი რომ ის გაიჩიტა სახეს ისა შენასექსი ხარ და ბახ მან რო რაღაცა რეპი რო იყო ჩემო კარგო ნუ თუ შენ არ გახსოვს ეს მომენტს მე შენ მარტო აუ ისეთი მაგარი იყო რომ თან მახსოვს ესეთი ყვითელი პატარა რადიო მქონდა რა
დავშლიდი ავაწყობდი რაც ნაწილები დარჩებოდა მაინც მუშაობდა მე გაფუძნებოდა კიდე დავშლიდი ავაწყობდი კიდე მე ამუშავდებოდა და ნაწილები რჩებოდა რა ბოლოს მარტო 5-დან მქონდა მაინც უნდა იმაში უსმენდი ხოლმე ველოდებოდი რა ჩაწეო ჩამჯდარი ვიყავი ეგ ტრუბასთან იყო გაჭი უბანთან ცუდად იჭერდა ეს რადიო რა და ტრუბასთან გავდიოდი იქ უბანში და იქ ერთი ადგილი იყო სადაც კარგად იჭერდა და იქ ველოდებოდი რომ გაჩიტულიყო და რაც კი მახსოვს მე რამდენად გავათავე და ვაა რა თქვა ნახე ამის არ მე კაბუ გაიჭიტა შემოვარდა ბაშია ჩუკივით ბოს ეგ იყო როგორი პონტი იცის მაგრამ რომ ყველანაირი თბილისის წარმე თუფაკია ჩართული ყველგან რა All eyes on me ახალი სპონტია რა და სულ all eyes on me ყველა მანქანაში აი ყველა მანქანაში თუბაკია ჩართული 95-ია ეს 16 ხო და 16 და ეს გაიჩიტნენ მე ეს კაბუ და ისინი და ნარავნე რა ესე ვისაც ევასებოდა ისინი და ქართული რო გაიჩიტა თან ხარისხიანი იყო იმ დროისთვის რა სტრანე საიბერიალის პონჩი ობრაზი რაღაცა ხმა და ძალიან პოპულარული გახდა ძალიან რა ერთი სახე იყო მაშინ პოპულარული რაღაცა და ეგ კაბუ გაიჩიტა რა თანამედროვეობა არ იყო რა მანამდე რაღაცა თითქოს როგორი პონტი იყო ეს როგორც კომუნიზმი დამთავრდა იმ კომუნიზმთან ერთად რაღაცა სხვანაირი რაღაც დამთავრდა კიდე რა მუსიკალური კიდე რაღაცები დაიწყო ახალი წამოიღეს იქ ცოტა დასავლეთანაც Black Street-ები და ეს და R&B და იმ პორჩხიძემდე დაუტირა ისეთები გააკეთა და წამოვიდა პონტი და ეხლა ნუ რა ნახეთ ეხა კაბუც რეპავს ბახ მე იქ რაღაცა კუჩის ბიჭები გაიჩითნენ რაღაცას რეპავდნენ არ ვიცი რაღაცა სიმღერა იყო ხო და ნუ მივხვდი რომ ბიჭო ია შანსი არ იყო მაიცა მეთქი და მე ვიღაცები გავიცანი და რაღაც ტექსტები გვაქვს და რაღაც და მე ნუ რაღაც დავამოამე რომ აბა რა უნდა ვთქვა და რაღაცები და ნუ ეხა ყველაზე ხარ ეხა გენის და რაღაცებს წერდი ანუ ვიწვალე რაღაცებია ბევრი რაღაცები წერდით მაგრამ ანუ აზრი არ ქონა ის მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ნაკლეობას რო ვარჯიშობდით ხო და ბაზრობდით ის იმ ბაზარს გვიხვეწავდა ხო ხტები ან ჩვენი მონტე იგი 4 საათი ჩემთან რაღაც რეპეტიცია და ბაყ 3 საათი და რო ბაზრობდა რო ვარჯიშობდა ძალიან გვიყვარდა რა ანუ გვიყვარდა რა ცხოვრობდით მაგით და ანუ გჯეროდა და ანუ ხო ხტები სხვა გზაც არ ქონდა ხტები სხვა ბიჭო ან ციგორი პონტი იყო ნიჭიერი ტიპები რაღაცა სხვა რაღაცას ვერ შვებოდით რა იმიტომ რომ ანუ ვიღაც არ აქვს მაგრამ აუცილებლად რეპში არა მაგრამ აი ზოგი როკში წავი ზოგი იმაში რაღაცა ვერ მოერგო რა რაღაცას ვერ მოერგო იმ ფორმას რომ რაღაცნაირად სტანდარტულად როგორც ყველა ცხოვრობს ისე ეცხოვრა რა და რაღაცა განსხვავებულად ხიპები რა იტოში რა ხიპები გავიჩიტეთ სხვადასხვანაირები რაღაცა მუტაცია განცდილი რაღაცნაირი გარდაქმნილი ხიპები ვართ ალბათ ისევ რა ეგეთი შენი და კაბუს კოლაბორაცია როგორ მოხდა ბიჭო ჩემი და კაბუს აი კაროჩე ერთი რაღაცა რუსთაველის თეატრი იყო რა თეატრი კი არა კინოს პირველ სართულზე იყო ერთადერთი მაგ დროს ალბათ ერთადერთი ის იყო ღამის კლუბი რა ხო და წარმოიდგინეთ ამ ჩამქრალი შუქები არ არის არაფერი აი დედის ტყნა ქალაქში რა პიზდეცია და რუსთავზე მან დიჩიტება კაროჩე ტუსოვკა რა და ერთხელს ნუ ღამე რამოდენიმეჯერ ვიყავი ნამყოფი რა ღამე კიდე რაღაც არაფერი რაღაცებს უბერავდნენ მაგრამ დღე გაიჭიდა ტუსოვკა და დღე გაიჭდა როგორ იცი რომ სადაც 14-15 წლის ვარ რა და ბიჭო სულ ჩემხელები რა ანუ სულ ახალგაზრდობა აი ვერა ვაკი სოლოლაკი მთაწმინდა ქვემოთ პლეხანოვი რაღაცა იარმორკა აი სულ ეს გარშემო ტიპები ახალგაზრდობა ვინც აი ვაუქნათ არ ვიცი თუ რაღაც გამოვიდნენ და აი სერი ფილმი იყო ბოზიშ პირველად რომ ან შევედი ამას მიმალავდით მე სანდო ვამპირები ხო რაღაც სან თუ რაღაცა შევედი გუგუნი მიდის როგორ იცი დედის სახე მოჭიმული ტიპები ბრატ როგორ იცი აი ყველა უმანს თავიდან აი ნაჩეხვები ან ჯერ უკვე და რაღაცეებში უკვე გაიასნებულები არიან 1-2 თუსով გაგვიჩავლილი იყო მე რო გავიგე და მივედი რა ხო და როგორი ბლატაობა მიდის იცი ბიჭო განა რამეო რაღაცა კაროჩე საშინელება მიდის რა აი გატრაკება აღარ ქვია მაგას ვინმე უცხოთ ნუ მე დალაგდა ის რო კაროჩე იქ არის სოლოლაკი იყო იქ რაღაცა მთაწმინდა იყო იქ ვერა იყო რაღაცა და ანუ ერთმანეთს არ უტრაკებდნენ რა ეგ მონტი იყო იმიტომ რომ მიხვდნენ რომ კაროჩე რა და მაგრამ სხვა თუ ვინმე იჭიტებოდა კაროჩე დედა ქონდა მოთხოვნა რა ვიღაც შემოვიდა და ანუ აზრი არ ქონდა რა ბოზიშ რომელიმე კამანდა მაინც გაიგდებდა შანსი არ იყო რა ხო და ნუ აი კაროჩე პიზდეცები რა და მაგ რაღაცა ტუსოვკებში რაღაცა ვიღაცა ტიპი გაიჭიტა და კაროჩე გადაწყვიტა რომ რაღაცა ქართული ჰიპ-ჰოპი კონცერტები გააკეთოს რაღაცნაირი ანუ ერთი პონტი გაიჭიტა ის რომ სადაც 99 თუ 98 წელი იყო ნუ ეგ მე როგორ წამოვიდა ძალიან ბევრი რეპერი რო წამოვიდა და მანამდეც იყვნენ რა რეპერები ვიღაცები რაღაცებს წერდნენ რაღაცა ის იყო ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია რა და გაიჭიტა კაბუს ტარია ოღონდ რა უკვე რა
ძალიან ისეთი როჟაა რა და ამ კაცმა კაროჩე გააძრო კაბუ როგორ პონჩი იცი რომ ეს პატარები ვინც ვიყავით დამწყებები ვიღაცები იყვნენ კიდე ჯგუფები შევგროვდით ერთი 10 კამანდა ვიღაცა ცალკე არტისტები ვიღაც ჯგუფები რაღაც რომ უნდა გვებაზრა რა იტოქში და რაღაც გამარჯვებული იყო და გამარჯვებული იგებს სტუდიაში ჩაწერას და რაღაც კლეობებს გვავალებდნენ აჰა ორა ბილეთი ორად იყოფა და ამ ერთს საწერ ვინ გინდა რომ გაემარჯვა და რაღაც კლეობები მოიგონეს რა და ჩვენ ყლეზე გვეკიდა ლიჟბი პონტი ყოფილიყო სადაც გვეგულავა რაღაცა გვემღერა ეს არა ეგ პონტი ძმა ეგ ეს არ ხდება ეგ იმიტომ რომ ხო არ ყავს ხო რა ის ფული არ კეთდება ხვდები და ფული არ კეთდება ინტერესიც არა ხო და ბიჭო მაშინაც ვერ კეთდებოდა რეალურად ვერ გააკეთეს ტიპებმა იმიტომ რომ სუზარალში მიდიოდნენ მაგრამ ტუსოვკა მოიხოდა რა რაღაც კონცერტი მან გაიჭიდა კაბუ და რაღაცას გვებაზრდა თვითონ წამყვანიც უნდა ყოფილიყო პახოდ უნდა ამოერჩია ჟიური რაღაც და გაიჭდა კიდე ინტრო იყო ეს ჯგუფი ტოჟე კაბუმდე ქონდათ ვაფშე იმათ ალბომი რა Funky Way ერქვა თაცმინდელები იყვნენ და ძალიან ადრე აი ერთ-ერთი აი ბედინაზე რო ბაზრობდით მაგ დროს კიდე აი Funky Way-ს ალბომი ქონდა და რაღაცა გაიხადე ბიძე კურტკა და რაღაცა ისე მაშინდელი თბილისური ჰიპ-ჰოპი იყო რა ძალიან მაგარი ჩვენ არ გვაქვს ცხოვრების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს რაღაც აიგეთი ტრეკები იყო რა და მაგრამ ბაზა წარმოიდგინე რომელიც 93 წელი 94 წელი რა აი საგიჟე რა და უკვე კონცერტებზე გებაზრები რა კონცერტები რო აქვს რა ხო და კაროჩ აი ნახევარზე მეტი ჩვენმა ძმამ ჩაატარა ეს კონცერტები და იქ იყო თვითონ და ხვდები რა აი ძველი დროა და მე მან ჯერ არ ვარ რა ისეთი არც ვიცი ეს Funky Way რო არის ხეს კი არა ინტერნეტში შევიდე ნახო ანუ არ არსებობს ტელევიზორი ვაფშე ტელევიზია იწყებს მუშაობას 8 საათზე საღამოს მანამდე პუს შვება და კაროჩე ბიზნესია რა ქუჩაში ყველამ ერთი და იგივე ვიცით და ერთი და იგივე ატრიალებთ და მეტი არ არის არაფერი ახალი უნდა მოიგონოთ რა მაგ დროში გაიჭდა ეს კონცერტები მან გავიცანით რა რაღაცა ვიბაზრეთ კაროჩე და რაღაც გაუსწორდა რაღაცა მე რაღაცა დავმეგობრდით რაღაცნაირად და მე უკვე რაღაც ისეთი პონტი ყო და მე კამანდა მყავდა რა ჯერ კაბუ ძალიან ადრე გავიცანი კიდე ჯერ რა რაღაცა და მე ისე მოხდა რომ რაღაცეები ცოტა აიხარვართ რა ხოლმე დარეკე და სადაც ახლა მაინც მოვალ შეჩემა და მელოდი და გადახვედი არ იყო რა ხო ხტები მაგრამ აი მაგაზე გაიბო რა ძმაო ტელეფონი არ იყო და ზუსტად ვიცოდიო ძმაო რომელი ძმაკაციო სად იქნებოდა და ზუსტად ფეხით მივიდიოდე ვადგებოდი უბანში სად იდგებოდაო რა და პაულობდნენ ტელეფონით რა ხვაზე ხა აი ესე ნახულობდნენ ერთმანეთს რა დივე ეგ ისეთი პონტი ეგ ისეთი დასამახსოვრებელია ხო ისი კასეტები რო იყო რა კასეტებზე უსმენდით ჩვენ იბობს და გავჯე ელემენტები ღირდა კაროჩე ეს კასეტები ხო რაღაც ესე მე მახსოვს ეგ კასეტები მე გამოვილი ეგ მეც მახსოვს ჩემ ბავშვობაში ეგ ხო ძვირი და ელემენტები თავიდან არ იყო ელემენტები წარმოგიდგენ უშუქობის და პიზდეცი იყო და რაღაცა ჩინურიად ბანძია როგორი რა ქაღალდის ელემენტები იყო და ერთ კასეტას ვერ უსმენდი რა ხო ხტები რომ თუ გადაახვედი ვაფშე მალე ენძრეოდა და განუჯოს ყველას ჯიბეში ქონდა პასტა ან ბანკარი რომ სხვა სიმღერა თუ გინდოდა იტოქში რა კასეტას იღებდი და მე პასტით ახვევდი რა გადაახვევდი და იქ მიხვიდოდი ჩართავდი ეგ არის ხო და ნუ უკრავდი რა და ტიპები ისე кайფობდნენ რომ დაჟე როგორ შვებოდი ვიცი ხვარი და კასეტაზე ერთ გვერდზე 8 სიმღერა ჩაწერილი ვაფშე მაგ კლუბზე სადაც ბაზრობდნენ თავიდან კასეტებით თავდნენ რა ვაფშე სიმღერას კასეტები დიჯეობდნენ და კაბუ დიჯეობდა მანამდე სანამ ეს პონტები მოიხოდებოდა რა და მაგაზე გადავდა რომ კასეტითო ესე რომ დავიწყებდიო ზუსტად ვაჩერებდი იმ დასაწყისიო სიმღერას რომელიც სიმღერაც მინდოდაო აი გვაჩერებდი ზუსტად რომ ჩავთავდი ეგრე და იწყებოდაო ეგრე მქონდა ნუ კაროჩე მე მან რაღაცეები მოიხოდა რა მე რაღაცის ცხოვრებით ჯარისკაცები გავაკეთეთ კამანდა აი ეს 97 წელი იყო რაღაცა ისე წამოვიდა რომ ერთი სტუდია იყო აქ თავისუფლების მეტროს უკან რა აია ერქვა რაღაცა ჯორჯიან რეკორდს რაღაცა და უცბად რაღაცა პრაგონი მისცა რომ კაროჩე ვისაცო კაროჩეოს რაღაცა ფონოგრამაო და რაღაც იმერის ჩაწერა გინატორებიო და თუფაკი უკვე იცი როგორ არის რომ თუფაკი უკვე მარტო ვერადავაკეზე არ უსმენენ რა ყვაზე ხარ უკვე გავიდა რა აი უკვე დაიბრიდა და მოედო მსოფლიო რაღაცა თუფაკი არის უკვე სუპერსტარია რა და დაიბრიდა კი გაც ყველაფერი იციან და რაღაც ჭორები და დადის ძალიან აქტუალურია ყველგან ბაზრობენ და რაღაც და რეპერებიდან ძალიან ბევრი რეპერი გაიჭდა როგორი ტიპები იცი აი როგორ გითხრა ბიჭო აი ძალიან ცუდები ძალიან რაღაცნაირები ვიღაცეები პერსპექტიულები შეიძლება და გამოსულიყო მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ რა რაღაც აი აი თავისუფლების მეტროს რომ გამოდიოდი ყველას დიდი შარვალი ესვა რა აი ალექსანდროვის ბაღი სავსე იყო გოგოები რაღაც აი საიდან მთელი საქართველოს აი არა საქართველოს არა თბილისიდან აი ყველა უბნიდან და გამოდიოდნენ და
ამ სტუდიამ რომ მისწერო და მიდიოდნენ ეწერებოდნენ და კაროჩე აქ მიდიოდნენ ფონოგრამებს აკეთებდნენ და უფასოდ აწერინებდნენ და სამაგეროდ ესენი უშვებდნენ ამ კასეტებს და ყიდდნენ მაგაშიას. მაგით იღებდნენ ამ ფულს სტუდიაში და მანდრო გაიჩენას ბევრი რეპერი, ნუ ზოგი დაიცინა, ზოგი ისქნა, ზოგი ესქნა, ზოგი თვითონ მიხვდა რომ არ ვაგოდარო და ძალიან ბევრი გაიფილტრა რა, ძალიან ბევრმა დაანება თავი, ძალიან ბევრი და ვიღაცები დარჩნენ რა და მე უკვე ქუთაისელები გაიჩითნენ ქალაქში, შავი პრინცი ჩამოვიდა ძებნილებთან ერთად და მაშინ როგორი პონტი იყო იცი, აი შურიკან და აუ ბიჭო რაღაცა დილით ვიღვიძებ, ანუ ჩვეულებრივი დღეა რა, აი ყავს რაღაც იგულავე, რაღაცა დილით გადა ტელევიზორს რუსთავი ორი და რაღაც დილის გადაცემა და შურიკა ვიღაც არც ვიცი ვინ არის, ბიჭო ტიპი დგას იმაში, რაღაც კაბინაში, აქ ვიღაცა დრამზე უკრავს, იქ ვიღაც გიტარაზე უკრავს, იქით ბასზე და ეს რაღაცა კუჩის ბიჭი, შენ რაღაც გიჭირს და რაღაცებს რეპავს, აი ძალიან გამოშტერი. თან არ იყო მაგ დროს ეგეთი რეპი რა. ეხლა საქართველოს როგორ იყო, იცი კი რაღაცა კაბუ იყო, კაროჩე, გაიჩითა, კაროჩე, ვისყლავ შენ. ესეთი ტრეკი გაიჩიტა, რომ შენ გიყვარდა ქუჩაში ტასავი და იარაღით, ესე ბაიანში წამალი, იარაღი რაღაცა და მორფინის თუ რაღაცა წამოვიდა, როგორი პაგალონად, იცი ყველა რომ ამ დაწვრილებული ხმით, საიპრესილის ხმით, ბირიალის ხმით ბაზრობდა და კაბუს რო ბაზავდნენ და ყველა რომ მორფინისტებზე და წამალზე და აი რაღაცა აი სულ ყველა მაღაზია ბაზრობდა, ხვდები? მე გაიჩიტა ბიჭო ამ ყველაფერში ამ ქაოსში გაიჩიტა უცბად ექსცესი რა, ისეთი გამორჩეული ისეთი რა და მათქო მოვიდა კაროჩე შმაკი და ყველას შეგჭამს რაღაცებს იმღერეს და კაროჩე შეეშინდა თუ რა მოვიდა თუ გაუსწორდა ხვდები დაბუძგლა რომ ღმერთო რომ დაუყვირეს და ამათაც ღმერთო და კაროჩე დაიწყეს ღმერთზე სიმღერა ბიჭო და ყველა წარმოიდგინე რა ეს თელი თავისუფლების დიჩავლიანი ტიპები ყველა ღმერთო არ მოკლა და რაღაცებს ღერია რატო დაგსაჯე ღმერთო და ისდეცი ხდებოდა ხო და აი ამ ქაოსში კაროჩე გავაღეს რომ ვიღაცები რაღაც ასაცილო ზოგი ისო ვადაობდით რაღაც ამ გავიცანით ვიღაცები რაც გააკეთდა რაღაც შევგროვდით რაღაც კამანდა და ცხოვრები ჯარისკაცები დავარქვით რა ეთი გრაფი იყო მე ვიყავი ვიღაცები ვიყავით რა იდოქში ამ კამანდაში რომლებმაც ანუ ძალიან ისე შევძელით რა რაღაცა კარგი რაღაცების ჩაწერა და გაკეთება შევძელით რომელ დროსი რომ აი ინტერნეტი რო არ იყო და არაფერი აი საერთო დრო ანუ ვერა ტიპი მოდის და ანუ 2 წლის მერე სიმღერები ჩაწერე მე რომ გვარჯალაძე სერგი რომ მაგის რაღაც კომუნა ქონდა გაზიმის სტუდია იყო და ანუ იქ წერდი და ისინი თვითონ ძალიან ხტოვანებულები და ვასაღოლ და რა ტრეკებია თუ რაღაც აი ისეთი კანონს გარეთ ვარ და რაღაცები მოვხოდეთ რომელი წელი აი არავინ არ იცის რა და ტიპი მეუბნება რომ ეს შენ სიმღერები მომიზა არ მაქვს მეთქია რა არ აქვს მოსკოვში უსმენე შენ სიმღერები მე არ ვიცი ვაფშე რა ტიპი სახეზე არიციან. ეს კასეტები გავიდა, იქით წავიდა და რაღაც ტიპები მან კასეტები არა გადაწერები უფრო. აი ხა რა იყო, იცი ვიღაცას ქონდა როგორი გონი, ინტერნეტ კაფეები ქონდა და ჭრაი მოდიოდნენ ვიღაცა ინტერნეტ კაფეს ფლობელი ვიღაცა, ან ჩემ ხელა ბიჭი ან შვილი იმისი რაღაც და დიდი ინტერნეტ კაფე მე მეგობრდებოდა ამ ჩემ სიმღერები მიქონდა და მე იქ რაღაცა დისკს წერდნენ 20 ლარა და 10 ლარა თუ რაღაც რა ამ სიმღერებს და მაშინ რა ხდებოდა იცი ბიჭო ვაფშე არ არის რა ეს ჰიპ-ჰოპი ერთი კაბუს ალბომია ეს ძებნილი არის იძებნება შავი პრინცი და ანუ არ არის ალბომი სიმღერები ანუ რაღაც ძალიან ბევრი ნაგავი და რეალურად არ არის ბევრი რამე რაც შეგიძლია მოусმინო და მაგ დროს ჩვენ რო დავწხეთ ან 4 კაცი უცბად ბახ ერთის ტრეკი მეორეს ტრეკი მესამეს მეორე გამეორა ბახ უცბად აი ავტომატი მივაყარეთ რა ეს რაღაც ტრეკები და თუ უცბად როგორ იცის ღმერთიც არ იყო ხვდები ღმერთო არ მოკლა არ იყო ის არ კანონს გარეთ არ იყო და ქუჩა და რაღაცა პრობლემები და რაღაცა იმინა რაღაცა ისეთი დავიჭირე ხაც მანამდე არ იყო რეალურად რეპში რა ან თუ იყო ძალიან სასაცილოდ რა ხო და ნუ აი ძალიან ეს აიპი და რა პატივისცემა მოვიპოვეთ რა ანუ ალბომი მოისმინა ეს რაღაც კანონს გარეთ ვაფშე გაგიჟდა და კაროჩე და მე როგორ დავიწყე ძმაკაცობა მაგრამ ძალიან არეული ცხოვრება გქონდა რა მარტო ეგრე კი არ იყო რომ პროსტა სუსავდით სუჩხუბობდით და აი უკვე პროსტა წარმოიდგინე ისეთ პონჩი ვიყავით რომ მართლა ანუ ძალიან უკვე ძალიან ცნობილი მაშინ როგორი პონტი იყო რეპერისთვის რომ ფორტუნა პლუსი იყო როგორი ტოპიცი რომ მანდ რო გასული იყო შენი ტრეკი აი მოიგე თუ რა ამბობდი რა აი ძალიან ძნელი თუ რა შეძრომა თუ რა და აი ძალიან ადვილი ისინი იყო და ადვილად ხდებოდი პოპულარული კიდე რა აი ხა რო არის კიდე აი როგორი პონტია იცი კიდე ეხაც არის კიდე ადვილად გახდები მაგრამ მაშინ კიდე სხვა იყო რა ნაკლები კონკურენცია იყო ყველაფერზე მაგრამ რაღაცები აი ძალიან ბევრი ჭუჭყი იყო და იმ ჭუჭყში შეიზილებოდა ის კარგიც რო აი ესე რაღაცნაირად დიდა ეხა რეფერენსად ეხა ტიპებს რომ უცხოური სკოლა აქვს მოსმენილი აქ ცოტა რთული არის რომ შენ რაღაც ეგრე გახდე პოპულარული უფრო რთული ამბავი არის მოკლედ გავიხსენეთ გაიხსენა არ ძალიან ძველი ასწორებს რა ეგეთი ისტორიების მოსმენა ცოტა ასწორებს მე მოკლედ მყავს ერთი არტისტი არჩეული
რომელსაც ყოველთვის უკვე ძალიან ბევრი ხანი ვეუბნები, რომ შენ უნდა აკეთებდე მუსიკას, იმიტომ რომ ჩემთვის მუსიკალური ჟღერადობით ეგ ტიპი ყველაზე ახლოს არის და ყველაზე მეტად მომწონს მისი შემოქმედება რა. ხო და მოგასმენინებ. შეიძლება იცოდე კიდე, შეიძლება არ იცოდე მოგასმენინებ და მაინტერესებს შენი აზრი. მე ივაც მოგასმენინებს ტრეკს, იდოქში პატარა რეაქტი გავაკეთოთ რა. და მე შენც ერთი ტრეკი მოგვასმენინე რა. ჩავრთავ ტაჰასთან ამ ბიჭის ფიც რა. ეს არის ფრანკო, მე ვიზეს გულისხმობ, მაგრამ აქ ორივე ძალიან იჭერია შარაუტ ტაჰას, შარაუტ ფრანკოს. მოგასმენინებ ამ დუეტს რა. ვფიქრობ რომ ცოტა დაუფასებელი ტრეკია რა. I see the fucking trick. როცა მინდა მაშინ ვიზო მკიდია თუ გვიან არის შენ ლუქსი გინდა ხელში ჩემთვის აფრიკა ქვია პარი მოდან არ ვუყურებ ვინმეს და ყველასთვის ღია კარი ფუგეზია შორ ჩემგან გზას მინათებსია კამი ჩვენ სულ მეტი ბაუნსი გვაქვს ცოტა ქეში კიდევ გვინდა დამიცახე ზუგდიდელი პრინცი და ქალაქიდან ვაგროვებდი კონტაქტებს კარგავს ყოველთვის მივიზიდავ შეიძლება გადაკეთდეს ეს ვერ გამოიყვან ვიზოს რეალებთ როგორც უპრა კარგი რომები რა უნდა ვუთხრა რასაც ბაზრობ ნუ მიიღან გულთან რიკო ციკის უსვა ჰაერს უნდკა ნუ მიწევ პლუსებს ასაკი საერთოდ არ მაგბაზ რა აზრი აქვს რამდენი წლის ვარ 300 წლის მუხასა ვითუ და მოზგა ჭირდება ტექნიკა რომ შეგიცვალო განწყობა მე შევიცვლი დროს რომ შემეცდო სპიდი საწყობა პინცადე ბევრი მეცადა ნაკავი არ დამეყარა მაქვს უფრო მეტი ფლოუ ვერ ტრემო ხალატი ქვეყანა ჯერ ტრეკს მე რემეშლი არ გეკონოს ვერთობი პროსტავსომ გადაცემებში მიყურებენ ხელებში გონიათ რამე წამომსება ფხიზელზე რომ ვერ ვეთყვი ვინმეს თუ გონიათ რამის პასუხს ვერ ვბედავ გუმათ ჰესის 12 თუ აქან მოხვალ ვერ გხედავ და თუ მოვლენ მოგზანდნენ თან დამჭირდება მეყლეთან თუ შეეშლება თაკ დგომა ამ კვერცხებს ციფლად შევღება ცოტა კეშ მარა სორია გეზი აქ ბევრია ბოლზი მიდი აქედან მოსვი ჩემი აზღვადა შენი აკოლზი ხოდა მიდი წრუპე ხლეო ქრიზანთემები გეტოს და ანტენებში ქსელის კავშირი გამული და ხმამბებოს თემუკა მოვიდა დენიზ ვიდა ქალაქი გავარტყი პეროს 99 წლის ვარ მე შვილი მე ვწერ ტრეკს და მიფასებს ჯერო ბოზო კუთეისელი ზებნილი Big drip was a pleasant mother Like carry bitches was tanoda დასანამ შენამდე მოდიოდა იცოდე რომ twin-ით მე დამქონდა სულის painter-ი აპრილის ვერძი ხასიათი მაქანა კონდა მის ჩემს აწინააღმდეგო დაფრინავდა ჩამოვაგდე თითქმის ყველა ჰელიკოპტერ შუქი არა ხელში candle my fun ჩემი ეზო არი გეიცი motherfucker ეზო შიბურთი და playboy motherfucker მაგრამ მე ჩვენთანაც გათენდა motherfucker Yaki, ვიღა შესლი უკვე რაც ნაკნარიაკი გადავწყვიტე გამხარი ყავი მე მარიაკი შევისწავლე ასტრონავიგაცია და დაკვირვება ვარსკვლავებთან თამაში და ფორიაკი ჩავდე საქმეში მე რაც რომ კონიაკი დრე მაშინა დაავადებული მანიაკი დესმობა აი და რამდენი ნახვა 160,000 არც ისე დაუფასებელი ყოფილა. ეგოnis 13 ნახვა. არა, თვითონ ფრანკო არის დაუფასებელი. ფრანკო არის underrated ძალიან. ხო და ალბათ რაღაცა აკლია, ალბათ რაღაცა გამოჩენას და მარკეტინგი ხო, რაღაცა გამოჩენა აკლია, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპში რაღაცა ბევრი მინუსები არ აქვს, ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან ნიჭიერი ბიჭია ფრანკო. ანუ ხო, სტილი, რაღაცა ჟღერადობა ყველაფერი აქვს ძალიან კაი და ჩვენ მეტი მოძრაობა, მეტი გამოჩნდეს რა, მეტი ტრეკი და მეტი მუშაობა და ყველა ფრანკო მოდი პოდკასტში. მოდი. ჩამოვიდეს. ეს აუცილებლად უნდა აკეთოს ამ ბიჭმა რა თავის. აი მაგას ვეუბნები სულ და ვურეკავ ხოლმე კვირაში ერთი ორჯერ ალბათ და ფრანკო მუსიკა გააკეთე რა. ჩვენ ამ ტრეკზე ვისაუბრეთ, მოდი მაინც მოусმინოთ თან და გაგვისწორდება ჩემი აზრით. ეს ვინ გააკეთა რა? ვისი დერზე? აი ხო აი 4 ლაინს იძახის რა სულ, მაგრამ აი მაგარი ვაიბი მოაქვს რა. და
ანუ ეს არის რა ის სიახლე რომელიც აუცილებელია და რომელიც კარგია და რომელსაც მოაქვს ის რაც არ მოაქვს და ვერასდროს ვერ მოგიტანს ვიღაცის დაკოპირებას რაღაც ერთ-ეგივეს კეთებას და ერთ-ეგივეს კეთებას რა და ეს მე მგონია რომ რავი რაღაცა ისეთია რა ხო რა კაი პონტი აი როგორ ტიპი როგორ რაღაცა სიყლებებს იცახის აი რაღაცა სიგოიმებს პროსტა და როგორი დესლობა იჭიტება იხტენს რა მაგას რა ხო რა კანტინიანობაში ისე კარგად გადმოგცემს და შენამდე ისე კარგად მოდის რომ გულსაო მაგარი სულის არის მაგა მეფე სიზმარში მე ტრეკებს მთხოვდა კობრა რამდენ წუთიანია? წუთი და 40. ამას ავში სხვა დატვირთვა აქ კიდე რა ეხა ამას თუ ისე მოусმენ როგორც დაუშვათ იმას მოძდებს უნდა უსმინო ხო ხტები ან სხვა რაღაცა რა აქ არის ვაფშე რაღაცა ის არის რა უცბად პროსტა რაღაცა არის ხამის მოსმენა ეს არ შეიძლება წეგან რაც ჩამირთე იმაზე უსმენდი როგორ ესე ის მელოდიაც თვითონ მოსასმენია იქ სიტყვები მესმის რაღაც და აქ თვითონ ის ხარისხი და ის ხმა თუ არ იგრძენი ის დაბალი სიხშირე იქ რაც გირთ ყავს აზრი არა აქვს ხო ხტები ანუ აი 5%-იც არ გვისმის ხა რაც ამ ტრეკს შეუძლია ეფექტი მოახდინოს ადამიანზე ხო ანუ სხვა ადგილის და ხო რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კიდე რომ სად რა იქნება ჩართული რა ჟღერს და სად თვითონ მამაფლექს შეუძლია ესეთი მოდი შენ მანამდე ვიტყვი რა ანუ ქართული ხო შენ რასაც ფიქრობ რო ანუ არტისტული ხედვა აქვს ძალიან კაი რა ჩემი აზრით რა სულ რაღაც ინოვაციებს გვთავაზობს რა ეხლა მე რასაც ვაკვირდები ყველაზე მეტად ანუ მოაზროვნე ტიპია იმ ხრივ თუ როგორ გავუკეთო საკუთარ თავს მარკეტინგი ეგ ძალიან ეგეც აუცილებლად კი მაგრამ თვითონ ანუ ტრეკების სპეციფიკაც განსხვავებული აქვს რა მე ძველი მამაფლექსი მევასებად ძველი ბაზარზე ყველაზე განსხვავებული არის ვაფშე ვაბახებ გაშიშნელს თუ რაღაცა ციგანისგან დავითრიებლა აი ეგ ტრეკი მაშინ ხო მქონდა ეგის მომენტი რომ ვა მეთქი ანუ ვინ არის ეს ტიპი თან მესმის რომ ეხა არაფერ ძალიან ჭკვიანურს იქ არ ლაპარაკობს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ერთი მოსმენით მაგრამ ბიჭო ანუ მამაფლექსი როგორც ლაპარაკობს ესეთი ბარები დადოს რაც აი რაღაცა ორმაგი სამმაგი მნიშვნელობებია აკეთებს ეგეთებსაც მაგრამ ანუ სულ რო ეგ იყოს, ანუ არ მოუხდება ჩემი აზრით. არა, თავისი პერსონაჟი აქვს შექმნილი და რაც აქვს და რასაც აკეთებს და რაღაცა ჩემი აზრით სწორი მიგნება აქვს თავის თავზე, აუდიტორიაც რაღაცა თავისი ესე რომ ვთქვა აზრის მქონე ყავს და ხო მშვენიერი. თემა ის არის რომ წარმატებულია მისი ტრეკები, პროდუქტი წარმატებულია ეგ ამთავარი რა. Okay. ბიჭო ძალიან ვიკაიფი ამ ბიჭზე, ანუ ჩემი ესე იგი მახსოვს ეს ბიჭი რავი რა, აი ძალიან დიდი ხანია, რაღაც ტიპი აკეთებს ჰიპ-ჰოპს, თან ძალიან კარგად წერს, ანუ აი ბავშვობიდან 90-იანებიდან მახსოვს 2000-ებიდან რაღაც და მე რაღაც პერიოდი არ მყავდა ნანახი და მე რაღაც ეხა შევხვდით მეგობრობთ ისე და რაღაცები მომასმენინა რა გაკეთებული და просто SoundCloud-დან ჩავართოთ ხო შეიძლება? კი. რა ქვია არტისტს? ოთო ბერძენიშვილი. Okay. პატარა ამსტერდამი ქვია ტრეკს. ცხოვრება ცირად ყველას ვიცეს სულს. კაი ჩილოივია. როგორ მიყვარს როცა დღე იწყება პლანით და კიდევ რამით 2 გრამი თან 3 მერე ყავით სიგარეტით ზმანით და სალამი მე მქვია ოთონელა ნარკომანი ამარჯობაო ხან დავფრინავ ხან მიწის ქვეშ ლოთო ვარშ ფოთავ ფოტოზე ფოტო როგორ ხოვდავს როგორ მომწონს ჯოინს გაჩავ თითქოს კოცნი 4-20 მამაო დამლოცე რადგან თუ შეეხო ბრძოლას ხვდები ბრუსლი რომელიც სახის ვერ ჩაგეცხრავს გუსლ ჩეთესლო ვერავინ სწავლობს იმას რასაც მე ვფლობ მე ჩემი სიტყვით მეფო ჩემი აბაზანა არის ოცნება ნარკომანის ჩემს აბაზანაზე ამბობენ რომ არის პატარა ამსტერდამი ჩემი აბაზანა არის ოცნება ნარკომანის ჩემს აბაზანაზე ამბობენ რომ არის პატარა ამსტერდამი მაღლა
აყირავდა ძმაებს ან თუ არ გაესე რატო ვიღლები და თითქოს მაღლა დააბრუნეოთო და თითქოს მაღლა არა და ქვევით არა და ქუჩა და გამახსოვდება რომბენის ჯისუ ეს თუ გაფიქრებს შეხედე ცხოვრების ნაბიჯებს შესაძლოებს დამეძლებს თოთის ღვებს ტალღა ნაპირებს პედირას საპირებს უპირებს მოკიშბე ნაბიჯებს ხალხი არიგებს აღწეულს ყველა გადაგაბიჯებს ზოგი წერს რიტმებს ზოგის დიდკივილს პატარა გულში იდევს და უდევს იღებს იერას რომელიც ყოველი შემთხვევისათვის სახში უდევს დღეს ეს გავს ცხოვრების წესს თქვენ კლავ დროს დრო კლავ თქვენ ხინავს twins toes იცხებს ველმას twins twins უყურებ დროს და დროს ვიყურებს ოღონდ ცივად ვერ ვეჩვევი აზრს იქნებ ხვალე მოკლავენ მაგრამ მაინც ვეწევი თუნდაც ვიცი მოკლავს ეს დღეს ბევრი წელს ბევრი ხსნის ბევრი იწუხებს თავს უაზროდ იღებს ხმას ხალხს დენის აზრს არც ერთი მათგანის ბრძამს ყველა ერთი უბრალოდ ყველას ყავს სხვადასხვა ღმერთი ეს კაი თავის storytelling განგას ბიჭო ის ანუ golden აგზელებს ეს მისავე აჰა yes აი golden era-ზე რაც იყო რა სადღაც 90 ჩემი აბაზანა ათიანობის დასასრული და 2000-იანების დასაწყისი რა ჩემს აბაზანას GYB storytelling-ი ჩაწიკი მოусმენ რაღაცა ჩაწერა რაღაცა ვოკალი რაღაცები ის არის რა უცბად პროცესი შევიდა ეს გაკეთებული ისტორია კარგი გაკეთებული ეს რაღაცა კარგი პროდუქტი გაიცა გამისწორდა ხო რა ის ხვანაირი რაღაცა ის რა მისწორდება იცი რა ბიჭო აი მომბეზრდა რა ისე ჩემს ალბათ ასაკი ბაზარია და ეხლა იმ პატარა მომჟღს უსწორდება რაღაცა მოხდები და რაღაცა უინტერესო რაღაცა ინტერესს არ გულისხმობ რაღაც სიღრმეებს რაღაცა ფილოსოფიურს რაღაცა ანუ საინტერესო უნდა იყოს რაღაცა უნდა ანუ დამიჭიროს რაღაცა კეჩი გამიკეთოს ხო ხტები და რაღაცაზე უნდა ვიკაიფო რა რაღაც უნდა მოქცეს მინიმუმ მართლა ტრეკმა ან რაღაც ღირებულება უნდა კონდეს ყველა ტრეკს რაღაცა ესეთი ტრეკი იყო არ ველოდებოდი ვაფშე რომ ტიპი ბაზრობს რა ჩემი ოცნება რაღაცა ამსტერდამი პატარა რაღაცა ისეთი რაღაცას ბაზრობს რა და ისეთი იყოს რანი აი დავიღალერით იცი ბიჭო აი გამოგონილ ტიპებთან რაღაცა ქიშპობით თუ რაღაცებს ანუ ბლატაობენ რაღაც დაუსრულებლად და ვაფშე ანუ ვერც ხვდები ანუ არა აუცა ბლატაო რა პირიქით რაღაცა კაი სხვანაირად სხვა რამეზე უნდა გადაიტანო ხვდები ანუ ხვდები რომ ძალიან ადვილია ხვდები ანუ მე ძალიან წერდი და ანუ მთელი მაგაზე მაგრად არაფერი არ ვიცი ყველაზე ადვილი ჰიპ-ჰოპი არის ვიღაცის გადიზვა მაგაზე ადვილი არაფერი არ არის ანუ სულ გაქვს ხოდი სულ გაქვს კაროჩე რაღაცა სათქმელი და სულ ახალი ლაინები მოდის რა ანუ არ არის ის რომ დაუშვათ ვიბაზროთ რაღაცაზე სიყვარულზე რაღაცა სიყვარულზეც ხომ ამენც უგაცვეთილია ისეთი როჟა რასაც ბაზრობენ ერთი და იგივეს მაგრამ აი კონკრეტიკაზე რას ვამბობ ბიჭე რაღაცაზე რო იბაზრო რა დაუშვათ მოდი ვიბაზროთ ის მზის სისტემაზე რა ჰიპ-ჰოპი გავაკეთოთ ამ 9 პლანეტაზე და ყველაფერი რო აერში კიდია და ყველაფერი რო მოძრაობს თავის ანუ რაღაცებზე ანუ ძალიან რთულია მაგის გაჰიპ-ჰოპი მოხდები ძალიან რაღაც თემები საკითხები კონკრეტულ საკითხს რო იღებ მოდი ხა მე უნდა დავწერო მოდი ნაგავს ნუყრი შეჩემისა იმიტომ რომ ყლე ხარ რა ნაგავს ღორი ხარ შეჩემა ნუყრი რა კუჭაში რას გავს პროსტა რაღაცეები ხო ადგილები ისე ყარია რაღაცეები და მაგის რო დაიწყო მაგის წერა ხო სანამ დაამთავრებ მაგ ტექსტს ხო აი ლამაზად რო თქვა და კარგად რო თქვა და კეჩები ბევრი და სხვა რაღაცეები რო ვიღაცებმა იმეორონ მე ის სიტყვები რო დაინახავს ნაგავს ყრის და დაუყვიროს ის რაც შენ სიმღერაში ასწავლე რო შეარცხვინოს და მეორედ აღარ და ხო ხტები არ და რაღაცები საფიქრალი გაგვიყვება და ეხლა ვიღაცას აი დედა რო უნდა აგინო და რაღაცეები რო უნდა რაღაცა აი რაღაცა ლანძღო და რაღაცა ბიჭო არ არის არ საინტერესო და მაგაზე ადვილიც არაფერი არა პროსტა აი იგივე პონტი ნუღა რაღაცეების ცუდს ნუპოულობ აი რაღაცა სუდს ცდილობდი ძალიან ადვილია კიდე იგივეა ყოველთვის აი რო წერ ტექსტს და ცუდ ბეც აი ცუდი მხარეები რო აღმოაჩინო რა ერთხელ მომიდა ის თბილისო რა შენ გიმერი ჩემო თბილისის ქალაქო რო დავწერეთ ორჯინო არასდროს არ მქონია ეგრე ტექსტი რომ რაღაცა დიდი ხანი რაღაცა რო ეული გადაშლილი მქონოდეს და ვერ დავწერო და რაღაცა მიშლის დილით რო წერ გადაშლილს არ ტოვებ რა ანუ საღამომდე რაღაცა გავიგე თავსაც არ ვიკლავ მუსიკა ჩართული მაგ ორ ლაინს რაღაცას მოუგონებ მივაწე რაღაცა დავჯდები ზუსტად ერთ კუპლეტს მივაწე რაღაცა და
ნუ საღამომდე ეხა 16 ხაზი დაწერილია რა ყველა პონჩი და ამ თბილისოზე ბიჭო ვერ დავწერე რა იტოქში ძალიან დიდი ხანი ხან ავედი ეხა რო ის არის ის რაღაცა 911 თუ რაღაცა 111 ზემოთ რა ნუ ცუბიძე იქიდან უყურე თბილისს ინსპირაციისთვის ხო აი ყველა მხრიდან უყურე რა რაღაცები ვიფიქრე რაღაცა ბიჭო რეალურად ეხა თან ეგ დროა წარმოიდგინე იქ ალიშას და იმ ჯეიზის ნიუ-იორკია და ხوازე ხარ ეხა ტიპი ნიუ-იორკზე რამდენი რამე აქვს სათქმელი ხო აბლატაოს ნიუ-იორკი ხო ხტები რა უნდა ვთქვა მე ეხა ის აქ თბილისზე მიდიდე თქვი კაი რაღაცები რა გვაქვს ისეთიო ვიღაცას ხინკალი გო კაი თქვა არ ვიყო კაი ჭაჭა ხო ნუ რაღაცები და გამირთულდა ძალიან ხო ხტები რა რაღაცები არის რომ ნაკლები გაქვთ მაგრამ ჯობია ანუ რის თქვა მინდა რომ სამაგიეროდ მეტი ფიდბექი მოაქვს, უფრო პოზიტიურია, უფრო მეტ ხალხს უყვარს ეგეთი სიმღერები ხვდები, როდესაც რაღაცას ეხი, რაღაცა საკითხზე წერ და ცუდს არ ეძებ ხვდები, ცუდს არ წერ. პირიქით რაღაც საკითხს მარტო კარგ მხარეებს პოულობ და იმ კარგ მხარეებს ალაგებ რა. ჩვენ ძმაო ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი რასაც ვლაპარაკობდით ამ სიმღერებში, მე გვიხდებოდა ბიჭო. ზუსტად ეგრე ძმაო კანონს გარეთი რო ჩავწერეთ, მე არა ვარ დამნაშავე და რამეს ტიპი ვინც ბაზრობს, რა 6 თვეში თუ რაღაცა 7 წლიანს როგზე გავუშვეს. რასაც ამბობს 7 წელი რაღაცა. რამდენად 7 წლიანს როგზე წავიდა რა 6 თვეში თუ 7 თვეში წარმოიდგინე სიმღერაში ჩაწერილი. მე კი ძალიან ბევრი რამე ძმაო პარასკევი დღე რაღაცა ჩავწერეთ ერთ სიმღერა. რაც Busta Rhymes-ის და Break a Neck ხოიცი მაგაზე და სრაფი ფლოუ აი ძალიან ზოი რაღაცა ჩავწერეთ რომ პარასკევმა დღემ არ გაუმართლა ძვალს, არ გაუმართლა გრაფს, თუ რაღაცა და ბიჭო ეს პარასკევ დღეს სულ რაღაცა ხდებოდა, აი სულ ან ჭუბობდიდან რაღაცები არის რომ ხდება რა და მაგიტომ ამ ცუც რო ბაზრობ მე სულ აი მიყავ ხარ ამ იმისკენ რომ რაღაცა აურასაც იბინძურებ მართლა თუ რაღაც და ჯობია რომ აი რაღაცას როცა შეეხებით რავი ჩემი რჩევა რომ ცადეთ პროსტა რომ აი კარგები თქვა აი ყველაფერი კარგი მხარიდან შეხედოთ და ოღონდ ესე ადვილია კარგი თქვა ისეთი კარგი ისე უნდა თქვა რომ იმ ტიპს მე რო ვისმენ იმ კარგის რო თქვი აი გამისწორდეს ხვდები ლაინმა რაღაც უნდა მაგრძნობინოს რა ლაინი თუ არც არ გაგრძნობინებს ესე იგი არა ემოცია უნდა გაგიჩნდეს რა უეჭვალი მაგის მოსმენის ეს ხო რა არ ვარ გოდა ეგ ლაინი და ბარიგა შეცვალე თუ არაფერი არ ხო რა მომენტ რა ენერგიასაც გასცემ ეგ ენერგია გიბრუნდება რა ეგ რაღაც დაუწერელი კანონივით არის ის ამბავს ეგრეა და სიმღერას როცა შენ მithumetes შენ პროსტა ფიქრს აქ ძალიან დიდი ძალა შენ მithumetes სიმღერას წერ იმას ატრიალებ ვიღაცების თავში უტრიალებ იმათი აზრი ისინი ყვებიან ღერიანი მეორე მე რაღაცა იგროვებ რა და მონდი რაღაცა კარგები წერეთ რომ იქნებ გადავჭეთ აზარია რა საქართველოს ზოგადად რაღაცა ისეთი გჭირს რომ რაღაცა ცუდებს ვეძებ ცუდი და რაღაცა ეს ცუდიც კიდე აღარ გათავდა რა და რაღაცა ტაქტიკა უნდა შევცვალოთ აბა ეხა კარგი და მე კარგი აღარ გათავდეს და იყოს უკაი რა პრობლემა მაგას გაითვალისწინეთ არტისტებმა მაგაზე მე ხო იცი რა პასუხი და ვიდეოს დაალაიქეთ ესეთი რაღაცა ხდება და შენ კარგზე რა გამღერებს დაიწყებენ ეგრევე ხო და ბიჭო ერთი კიდე ჩემი მეგობარი იყო და იმან თქვა რომ არაჯი თუ მღერი ხარო თუ რა თუ ტირი ხარო იტირეო თუ გემღერება იმღერეო რა აი რა გატირებს სიმღერაში აი რა რაღაცა ისიც არის მაგრამ ნუ იმ სატირალ სიმღერასაც თავისი ადგილი აქვს იმ სევდას და იმას ის თავისი იმებს გამოყოფს იქ დოპამინებს თუ რაღაც ჩემი აზრით ყველა სიმღერას აქვს არსებობის უფლება ნუ ზოგიერთების გარდა ახლა რა ვიცი მოდი თქვა მაშინ რომაც არა აუ იმდენს ჩამოვთვლი რომ ლისტი არ დამთავრდება მაგრამ აი კომენტარებში დაწერეთ რომ არსებობის უფლება და ბარი მარხიც და ვინც მეთხმას დააგროვებს იმ სიმღერას გავარეპორტებთ წაუშლით იმჟეს ახლიდან ჩავწერთ ჩვენ სამი დავაი ბასანის სამი ჩავწერთ ჩვენ ექსივე დავდო უკეთესო არის ჩვენო და მე ანუ ჩემთავს დამომტკიცე რომ აი რაღაცა გოიმური აკორდებია და რაღაცები ხო არის რა მუსიკაში რა ეს რა ქართულია და რაღაც ის გოიმური რაღაცა ის ქართული სიმღერა ოღონდ როგორი ქართული სიმღერა ისეთი კი არა ხო არის ქართული სიმღერა და აუ რა მაგარი ქართული სიმღერა და რაღაცები და არის კიდე ქართული სიმღერა რა ეგეთი რაღაცა და ანუ ეგეთი სიმღერა ავიღე და ეს ქართული სიმღერა რა და ეს ლუკა დავსვი რა და ლუკას მეთქი აბა და რა ვხრა შეკვეთა ეგეთი და აბა უშველი აბა მეთქი რამე ხო ტიპმა დაუყრა პროსტა აი ამ ცუდი რაღაცით პროსტა ეს
ხო როგორ ქნაიძე ეს შემოყვანენ რაღაცნაირი რაღაცა ეს ხალათით რაღაცა გახადა ეს ხალათით და რაღაცა დედის ტყნა ჯააცვა ბოზიში და ვაჟე ყველაფერი წაიღო ხტები აი ამოიღო ის ისვეცკე ის ამერიკა ის ჯაზი ბანზი რაღაცა და უკვე ვაფშე სხვანაირად ჟღერდა არა და ფუძე იყო ის გოიმობა ხტები და გოიმობი და იმ რაღაცა ბაიათები და რაღაცეებიდან ასე ქართული მე ისე მაგრად უკრავენ ბიჭო იმ ჯაზში ბაზარია რა თამადა ავიღოთ რა თამადამ ხო რა თქვა თავისი სიტყვა თამადამ რაც გააკეთა იქ გოიმობა არ იყო არასდროს ეგ ბაიათები გოიმობა არა გოიმობა მოსასმენი მოსასმენი არ იყო ჩემთვის ხო ძველი პონტი იყო და განახლებული კინტორო რაღაცას მღერის რომ იმან შავი ისმა ჩუქაო შარფიო ამანაცო და რომელი შემიყვარდეს მე არასდროს არ მომისმენია ეგ რა რა ეგ ისეთი ქალაქური როგორი ძველი სიმღერებია იცი რომ არის სადუნა მოგესმინა ჯერ ეგ ვიკითხოთ აი თურქებმა ის ააშენეს იმაზე რა ქვია ძველ თბილისში აბანოებზე რომ რაღაცა ის შენობა რო დაიდგეს ერთი თავიანთი სამყოფელი აი იმ პერიოდის ტრეკებია ეგ რა თამადამ გააკეთა როგორი რაღაცა იცი აი რესტორანში რო ხინკალს შემხოვაზე ხა ბოლოს დარჩება და ეს შემიწვი რა ხო შემწვარი ხინკალი გაგვიჭირდა გააკეთა იცი ყველაზე მაგარი თქვენ კიდე კი ქართული ეს ყველაფერი ეს მოტივი რაც უდევს რა თქმა უნდა მაგრამ თამადამ მუსიკალურადად მეინსტრიმი გადმოიღო რა რაც ყველაზე მეტი იყიდება რაც ყველაზე მოსასმის სტილი თვითონ რა ეს რაღაცა ცოტა ორგანიკა თუ რაღაცა ისეთი ორგანიკ ჰაუს თუ რაც არის დაუნ ტემპო თუ სადაც არის ანუ ეგ ისეთია რა ძალიან გაყიდვადი კომერციული სტილია რა და პლუს კიდე ამხელა კომერცია და ამხელა ის ბაიათი ზემოდან რომ დაამღერა აი მიქსი იყო იდეალური სხვათა შორის ფრანგულ პროექტში გაიჩნდა კოლორში ხო ნახე ბიჭო საინტერესოა და იმიტომ ეგ არ არის რომ რაღაცა ხვდები ყველა უცხოური კიდე გასვლაზე როგორ უნდა გაიდეს ქართული არტისტი რა სუ ვიძახი რომ ისევ თუ ნუ რაღაც ახალი უნდა მოიგონო ახალი ველოსიპედი ან ისევ იმ ძველ ქართულ რაღაცა ფოლკლორს ისე თუ გამოიყონებ და გამიქსაო რომ ტიპებს ანუ ეგ მოაწონთ იმიტომ რომ ის სომხებმა გააკეთეს მაგალითად რა ის რაღაცა აკეთეს სნუპი დადის და ეხა სნუპმა რომ შენი ტრეკი ჩართოს და იმაზე იბაუნსოს და ვიდეო დადოს ანუ მიაღწიე შენ გახვედი რა ქვეყნიდან იმიტომ რომ ბაზარია რა თავართან მიხვედი ხო ხტები ეგ ბაზარია ისე ფრანგულ იმაზე პროექტზე კი გავიდა თამადა მაგრამ იქ რატომღაც ქართველებმა მოდი ესე იყო დავქრინჯეთ რაღაც ბიჭო მე არ ვიცი ეგ ისეთი ფიდბექი გაიჩნდა რომ ცუდი რა ანუ იმის მაგივრად რომ გადაეშიარებინეთ და რაღაცა 3 მილიონი ვართ ისედაც და 2 მილიონი ნახვა მაინც რო და 7000 ნახვა აქვს მეგონი დღემდე მაგვიდოს რა 6 მილიონიან არხზე რაღაცას და მაგრა დავქრინჯეთ მაგაში იმიტომ რომ არ მახსოვს რა საზოგადოებასთან ერთად ვიყავდი რომ გავაჟღერე ეგ ქართველების გარდა ვერც იმუშავა ხო ანუ მაგას ხო ყავს თავის subscriber-ები გამოწერები მაგ თვითონ channel-მა ხო ანუ იმათაც არ გაუსწორდათ რეალურად ანუ რა არის იცი იმათვის არ იყო ცნობილი არტისტი ანუ ინტერესი რო გამოეხატათ რა და აქ ანუ YouTube-ის ალგორითმიც ეგრე მუშაობს რა თავიდან არა გასაგებია მაგრამ ახლა თუ ქართველების იმედზე იყო მაშინ ხორი მაშინ ისეთ კონტაქტი არა კოლორი იყო უბრალოდ ანუ პროექტში მაგათ აქ ეგეთი მიდგომა რომ worldwide უნდათ რომ ყველა ეს განსაკუთრებული მუსიკა თავიანთ იმაზე შესრულდეს რა პლატფორმაზე მაგათვის არ ქმნის არავინ მუსიკას უკვე შექმნილი მიგოსიც კი იყო მან მის take off გააკეთა აკუსტიკური ვერსია გააკეთა ხო რა უბრალოდ მიკროფონთან დგას და ანუ პერფორმანსი აქვს და მან არც ვიდეო არ გაისროლა იმიტომ რომ თავიდან ცოტა ტრაფიკი შევიდა და იმაზეც ეგრეა რა ეხა ჩვენი YouTube-ის ისავიღოთ გამოცდილება რა რაც აი შენ რო უყურებდა რომ არა ლაიქ ხო ანუ ზუსტად ეგ არის ძმაო ანუ ეგ ფიდბექი არ წამოიღო ცვეთში რა და იმან მე სხვა უკვე იმ დანარჩენ 3 მილიონ თუ 2 მილიონ ადამიანთან აღარ მიიტანა უკვე YouTube-მა თვითონ რა ეგ ვიდეო ხო ან მხარდაჭერა რა მთავარი ამბავი ყველაფერში მთავარია მხარდაჭერა მაგრამ აბა რა ვიცი მეგარი мотиваციის საწვავია 80% არ გაქვს არხი გამოწერილი ხალხო ანუ 80%-მა რო გამოიწეროთ და რა პონჯი არის წერენ აა ეზარება არ ვიცი მართლა ავიწყდებათ ამიტომ შეგახსენეთ გამოიწერეთ ისეთი რომ ჩელენჯი რა მე გვერდი ვერ არიდონ არ ვიცი რა პონტია მაგ ჩვენზე კექს ვის უნდა დაუჭიროთ ხარ ვერ ხვდები ოკეი რაღაცა უნდა დაუხურო მე ისე უნდა გაუკეთო რომ გარჩევ ვინც არ დაასწრო
გიყუროს რა. აუ, ბაზარი არა, მოკლედ აი ახლა ჩვენ ესე ვარელიზებთ გათამაშებას რა. ძალიან მალე კაქტუსის არხზე დაიდება ესეთი ვიდეო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ subscriber გამომწერებისათვის ექნება გათამაშების სახე რა. თუ გამოწერილი არ გაქვს არხი, უბრალოდ ვერ მიიღებ გათამაშებაში მონაწილეობას. აი ამას ვიზავ. ხო და რა გათამაშება იქნება, მაგას უკვე გაიგებთ, გამოწერილი რო გექნება მერე. თუ არ გაქვს ვერ გაიგებ. ხო, მარტო გამომწერები გაიგებენ. ოკეი, ძვალი ძალიან დიდი მადლობა ძმაო, რომ იყავი ჩვენი სტუმარი, გაასწორა მაგრად. წარმატებები, ყველაფერს კარგი გისურვებთ და ასევე ძალიან ამბავში ხართ, მაგარად მესაკეთებთ. დიდი რესპექტი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს მადლობა ვინც უყურეთ ბოლომდე ვიდეო დავალაიქეთ გამოვიწერეთ არხი მოპოდკასტო დასრულდა ჩვენ შევხვდებით შემდეგ გადაცემაში სანამ ბოლომდე დავასრულებთ შეგახსენებთ იმას რომ ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი არხის მხარდამჭერი არის ომეგა ემბერი და ფლეტრენტი და თქვენიცით გამოიწერეთ არხი დარჩით ჩვენთან და ხო ძალიან ისეთი უხეში სპოილერი ამ არხზე ახალი კონტენტი ემატება. ახალი პროექტი დაიწყება ძალიან მალე, ამიტომ ეგ გავხდები მე რე გეტყვით. ეგ არის.